შუადღე მშვიდობის დღეს 10 მარტი გახლავთ 13 საათი საქართველოში. მე ნიკო ვარცალანი, ანი გიორგი დიდი შესვენების გუნდი თქვენთვის რიცხებს მუშაობას. ვნახოთ პატარა ანონსი და დაგიბრუნდებით ძალიან მალე პირდაპირ ეთერში. დღეს გადაცემაში ნახავთ ცნობილი თურქული სერიალის მთავარი გმირი ქალის როლის შემსრულებელის, ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულის, ნანუკა სტამბოლიშვილის წარმატების გზა. გადაცემის სტუმარია ნანუკა სტამბოლიშვილი. მოვისმინოთ კაპიტნის უფროსი თანაშემწე ქალის ნათია ლაბაძის ისტორია. ლექსო ბერიძის სიუჟეტში ვიხილავთ ანიტა აბგარიანის წარმატების გზას. როგორ ვამსხვრევთ ან ვამყარებთ სტერეოტიპებს. თემაზე ვრცლად ისაუბრებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ბლოგერი ვერა აბულაძე. რჩევები ქალებს, როგორ დავგეგმოთ ორსულობა. გადაცემის სტუმარია რეპროდუქტოლოგი თამთა ცაავა. ესე იგი ისე მოხდა, რომ შაბათ-კვირას დაემთხვა შესანიშნავი დღესასწაული 8 მარტი გილოცავა. ანიტა აგვიანებით. დღეს გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ ქალებზე კონკრეტულად. მითლავაზე ქალი ყვავი. ეს კოლეგებო. დღეს ბევრი წარმატებული. მიგით მეორე თაიგული მივიღეთ დღეს უღრმესობა. დღეს მეორე ვნახოთ დღის ბოლომდე და მნიშვნელოვანია უთხრათ მაყურებელს მართლაც ასეა 8 მარტის კონცეფციას იზიარებს დღევანდელი გადაცემა ლაიტმოტივი იქნება ის სტერეოტიპები, ის გამოწვევები, დაბრკოლებები, რომელთაც საზოგადოებაში ადაპტაციისას აწყდებიან ქალბატონები საქართველოში წარმატებული ადამიანები გაგვიზიარებენ გამოცდილებას. წარმატებულ ქალებზე ვისაუბრებთ და ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი კუთხის შვილი არ დავასახელებ ჯერ სტუმარს, ვიტყვი რომ ეს არის პროფესიონალი ქალბატონი, ეს არის შეუპოვარი ქალბატონი, ეს არის ლამაზი ქალბატონი, ეს არის მიზანდასახული ქალბატონი და ეს გახლავთ ჩვენი ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელსაც მოვიწვევ სტუდიაში. ნანუ, გამარჯობა. გამარჯობა. დღეს შენ ჩვენთან ხარ განსაკუთრებულ ამპლუაში, ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებული და ეს სიმბოლოა ნამდვილად ქალთა შეუპოვრობისა და გამარჯვებისა. ეს შენ ჩვენგან გილოცავ პირველ რიგში ამ შესანიშნავ დღესასწაულს და ამ ტრიუმფალურ გამარჯვებას. მოდი მოგვიყევი თავიდან ბოლომდე, დავიწყოთ ამ გამარჯვებიდან, რომელიც შენ მოიპოვე და მოუპოვეთ ჩვენს კუთხეს, ჩვენს რეგიონს. გახდი ცეკვავენ ვარსკვლავების ტრიუმფატორი, გამარჯვებული. საიდან დაიწყო ეს პროექტი? როდის მოხდი? დაწყებული პირველი ცეკვიდან ბოლო ცეკვამდე გაგვიზიარეს შენი შთაბეჭდილებები, საინტერესო იქნება. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიეთ და მივესალმებით ჩვენს საერთაშორისო მაყურებელს. მინდა დაგვიანებით მეც მიულოს ყველა ქალბატონს დედის დღე და 8 მარტი, ქალების დღე. რაც შეეხება ცეკვავენ ვარსკვლავებს, თურქეთიდან ჩამოვედი დასასვენებლად, გადაღლილი და განსული და დამიკავშირდა ბატონი ნოეს ლაბერიძე, შემომთავაზა რომ მიმეხო ამ პროექტში მონაწილეობა. თურმე ძალიან დიდი მოთხოვნა ყოფილა ჩემი ძვირფასი გულშემატკივრებისგან, იცით როგორი გამორჩეული გულშემატკივრები მყავს. პირველად რა თქმა უნდა, მქონდა ისეთი ცოტა უარყოფითი კი არა და უარი ვთქვი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რამხელა შრომასთან იქნებოდა დაკავშირებული, არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ, იქნებოდა სტრესი და ასე შემდეგ და ამისთვის თითქოს მზად არ ვიყავი. მაგრამ სუსტი წერტილი მიიპოვა, ეს იყო ჩემი გულშემატკივრები და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა დავთანხმებულიყავ და ამესრულებინა მათი სურვილი. ნანო, ძალიან საინტერესოა ნანუკა ის, რომ ფაქტობრივად ერთი კვირა გაქვთ მხოლოდ მოემზადოთ ცეკვისთვის, ხო? თან უნდა მოასწრო, გაიცნო ეს პარტნიორი, შეეთვისო, ხო? პარტნიორის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ესეც უნდა აღვნიშნოთ. აი, მოგვიყევი ეს შიდა სამზარეულო ცეკვისთვის მზადება, როგორც ვიცი, იყო პერიოდები, რომ ტრავმა გქონდა, ხო? ჯანმრთელობის პრობლემაც გქონდა, მიუხედავად ამის არაჩვეულებრივად წასდეგი მაყურებლის წინაშე. აი, გაგვიზიარე ის, რაც არ ჩანს და რაც არ ვიცით. ტრავმას რაც შეეხება ეხლაც ფოქს გურნალობ, ცოტა დრო მჭირდება ამისთვის. კი, ერთი კვირა გქონდა, თავიდან ერთი ცეკვისთვის, მერე ორი კვირა, ანუ ერთ კვირაში ორ-ორი ცეკვის სწავლა გვიწევდა. პარტნიორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ძალიან გამიმართლა პარტნიორში, შემხვდა არაჩვეულებრივი მოცეკვავე რატიკა ჩიჩილაძე, რომელიც დღეს უკვე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია.
კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს ხოლმე, გიორგი მიცის ძალიან კარგად. ძალიან მარტივად ვუგებ ყველა ადამიანს და შესაბამისად რა ისეთი უპრობლემო პიროვნება, რომ საერთოდ არ გაგჭირვებია, ძალიან მარტივად გავუგეთ ერთმანეთს და ძალიან მალევე მოხდა ჩვენი დამეგობრობა და ერთმანეთის გაგება, ყველაზე მთავარი ეგ არის. სიახლოვეს მეგობრობას რატო აქვს იცით მნიშვნელობა პარტნიორებს შორის, იმიტომ რომ ეკრანიდან მაყურებელი აუცილებლად გრძნობს ამას. რაც არ უნდა დამალო, რაც არ უნდა ითამაშო, ეკრანიდან მაყურებელი აუცილებლად იგრძნობს ამას. ახსენე სპეციფიური ცოდნები, მათ შორის ალბათ გარკვეულ უნარებსაც მოითხოვს ხოლმე პროექტში მონაწილეობა, მათ შორის ალბათ სეკვის სიყვარულს. და რა იყო ის გამორჩეული უნარი, რამაც შემდეგ გამარჯვებამდე მიგიყვანა. პარტნიორის პროფესიონალიზმი გასაგებია, თუმცა ალბათ მეორე პარტნიორის, რომელიც არის, ესე ვთქვათ, არაპროფესიონალი დამწყები ამ სფეროში, გჭირდება გარკვეულწილად ის უნარები, რომელიც შემდეგ პროექტის გამარჯვებამდე მიიყვანს. იცი რა მინდა ვთქვა, ეს პროექტი მხოლოდ ცეკვის პროექტი არ არის, ან ცეკვის შეჯიბრი არ არის. აქ არის ძალიან ბევრი გამოცდა ჩასაბარებელი. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველი ცეკვა. ფსიქოლოგიურად, რამდენად გაუძლებს ნებისმიერი, იცით რამდენი ტყდება? ძალიან ბევრი. ადამიანური ფაქტორი. აუცილებლად მიდგომები, ძალიან ბევრი ნიუანსია. თავარი პროფესია ალბათ დაგეხმაროთ, ხომ სახებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც კონკრეტულად კონცეფცია იქნება კონკრეტული ცეკვის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ცეკვას იცით როგორ უდგებოდი, როგორც ვქმნიდი, როგორც ახალ გმირს, იმიტომ რომ ყველა ცეკვას იმდენად სხვადასხვა ხასიათი ჭირდება, ვერ აგიღწევთ მართლა და ეს აი ზუსტად ეს იყო ყველაზე საინტერესო ჩემთვის. კონცეპტუალურად რომელი ცეკვა იყო და თმა ყველაზე საინტერესო თქვენთვის, რომელიც აკამახსოვრდა? ჩემთვის არაერთხელ მithქვამს ყველაზე გამორჩეული იყო კინოტური, იმიტომ რომ ძალიან ისეთი საპასუხისმგებლო საქმე იყო. შევეხეთ პერსონაჟს, რომელიც არის ყველას წარმოსახვაში, შერეკილებში თამუნია. და ეს იგივე ამბავია, როცა ჩემთვის ერთ-ერთი ის მინდა მოვიყვანო, აი მაგალითად რომანის კინოეკრანიზაცია ხო ხდება ხოლმე და ყველა ძალიან კრიტიკულად უყურებს და საერთოდ და ძირითადად არ არის წარმატებული ხოლმე, ხო? რაღაცა დაახლოებით ეგეთი ამბავი იყო, იმიტომ რომ წარმოსახვაში როდესაც ყავს შენ პერსონაჟი, მით უმეტეს ესეთი ფილმიდან, ხო? ძალიან ისეთი რთულია და ესეთი საპასუხისმგებლო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყველას ძალიან მოეწონა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ მე და მეორე ცეკვა ისეთი გამორჩეული არის პასადობლე ოღონდ, რომელიც შევასრულე მესამე ეპიზოდში. საინტერესო. ნანუკარი ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ელჩი თურქეთში, ხო? და რამდენიმე დღის წინ ჩვენ ეთერში ვსაუბრობდით მუხაჯირობაზე, ჩვენი ქვეყნის ტკივილზე, ახმედ მელაშვილის პერსონა და მისი ღვაწლიც ვახსენეთ. ნანუკა საინტერესო, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს ფუნებრივი არ შევეხებით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ამაზე საუბრის უფლება არ გვაქვს, ვიცით, რომ იგეგმებოდა საინტერესო პროექტი, ზოგადად ვისაუბრებთ იმაზე, თურქულმა საზოგადოებამ როგორ მიგიღო, მუხაჯირები ეთნიკურად ქართველი, თურქები წერენ თუ არა, როგორია მათი რეაქციები, საინტერესოა და ჩვენი დაკვირვებით, რამდენად იციან ზოგადად ქართული კულტურის შესახებ, ქართული კინემატოგრაფის შესახებ, გაგვიზიარა? ჩვენებურები. ჩვენებურები ეს ხალხი არის ჩვენთვის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც მე ვფიქრობ და ჩემი დაკვირვებით ყოველთვის ადევნებენ თვალს რა ხდება საქართველოში ეს კინემატოგრაფია იქნება თუ უფრო განსაკუთრებით ხელოვნებას, იმიტომ რომ დღემდე ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ინარჩუნებენ ცეკვასაც, სიმღერასაც აქვთ ჯგუფები, აი ფოლკლორს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, ყავს არჩეულებრივი მომღერლები, ყველამ კარგად ვიცით, ბაიარ შაჰინი, მისი არჩეულებრივი და ხონიჭიერი ქალიშვილები სამი და ესენი ძალიან განსაკუთრებულები არიან ჩემთვის, იმიტომ რომ მეგობრობ და ზუსტად ვიცი, რაოდენ ისეთი მაღალი დონის და ხარისხის მასალას გვთავაზობენ. და ეს ხალხი დღემდე რომ ქართულად საუბრობს, ეს არის ყველაზე ღირებული რამ ჩვენთვის. და ვცდილობ რომ ყოველთვის მქონდეს მათთან კონტაქტი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან აუცილებელი, როდესაც რაღაცნაირად ხიდი ხარ ამ ორ ქვეყანას შორის.
და ესეც გაგრძელდება და უფრო მჭიდრო გახდება დარწმუნებული ვარ ნელ-ნელა. ანუ მახსენეთ ქართული კინემატოგრაფია და ზოგადად ვიცით რომ თქვენს პროფესიაში თურქეთში ძალიან წარმატებული ხართ. საინტერესოა თუ გაქვთ შემოთავაზება საქართველოსდან და თუ აპირებთ ზოგადად ქართულ კინემატოგრაფიაში თქვენი ეს თქო წული შეიტანოთ, მოღვაწეობა გააგრძელოთ და თუ არის მსგავს შემოთავაზება. აუცილებლად თუ იქნება. და ზოგადად რა წარმოდგენა გაქვთ ქართულ კინემატოგრაფიაზე თანამედროვეზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს? ჩვენ გვაქვს ძალიან გემოვნებიანი კინო, ეს ისტორიას თუ გადავხედათ ეგრე იყო. ეხლა სამწუხაროდ ცოტა ნელი ტემპებით მივდივართ ამ ამბავში რა ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ იქნება ისეთი შემოთავაზება, რომელიც ძალიან დამაინტერესებს და რომელიც იქნება სცენარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ უნდა მომეწონოს და უნდა დავინახოს საკუთარი თავი. და აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და დავთანხმდები, იმიტომ რომ ქართულია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. ნანუკა, გარემოს შეცვლა და ახალ გარემოში ადაპტაცია სულაც არ არის მარტივი, ხო? მოგვიყევი იმ სირთულებზე, რომელიც შეგხვდა, ახალი ხალხი, ახალი ქვეყანა, ახალი ენა, ხომ? ეს ენის ბარიერი როგორ დასწლიე და როგორ გადავახე ის ყველა შიში და შფოთი, რაც თავიდან გქონდა. არ ვიცი, ზოგჯერ ვფიქრობ, მეც მიკვირს ხოლმე, მაგრამ ალბათ უფლის დახმარებით, იმიტომ რომ სხვა ახსნა არ აქვს, იმდენად რთული გზა გავიარე. რაც უფრო დრო გადრის და ვფიქრდები და ვუყურებ წარსულს, ხო, ძალიან გაკვირვებული ვარ მართლა, იმიტომ რომ ესევე გაკვირვებულები იყვნენ თურქეთში ჩვენი არაჩვეულებრივი პროდიუსერები, რეჟისორები და სულ ესე იგი ამას ხაზს უსვამდნენ, რომ აი გაქებენ, ყოჩახ გეუბნებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალას გმატებს, სულ ჩემს გვერდით იყვნენ და რა ვიცი, აქედან არ ვიცი ხა რამდენად უყურებენ და ვიცი ყველაფერს თვალსადევნებენ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ. კი, ბოდიში ერთი წუთი ეს ისევ სერიალის თემა რომ გავაგზავნოთ, სულ ესეთი თავისებურება რჩებოდა, რომ როცა ადამიანი სერიალში თამაშობს და ეს ხდება რუტინულად და წლობით ხდება, ხო, ფაქტობრივად და ჩვენ ბევრი ისტორიაც გვსმენია, იგივე აი ჰიურემ სულთანის შემსრულებელი ეს ქალბატონი დიდებულ საუკუნეში, ვიცით რომ ბოლოს იმდენ გადაიჭრა აი ამ პერსონაჟის ბუნებებში, რომ დისტანცირდა პროექტი და იმიტომ აღარ შეეძლო ფსიქოლოგიურად ვეღარ უძლებდა, იმიტომ რომ აი კინოსგან განსხვავებით უფრო გრძელვადიანია ეს პროცესი. ნანუკა, როგორ ახერხებთ თან ჩვენ დრამაზე ვსაუბრობთ, ხომ, სერიალის ჟანრი არის დრამა, ხომ, ძირითადად სხვა შორის თურქეთში დრამის წარმოება ხდება. აი შედიხარ ამ პერსონაჟის დარდში, ამით ცხოვრობ და თან უნდა გამოხვიდე და შენი პირადი ცხოვრება გაქვს, ნანუკა ხარ, აი როგორ ხდება ეს დიფერენცია პერსონაჟის და რეალური პიროვნების? ძალიან რთული ამბავია ეგ. ფსიქოლოგიურად უნდა იყოს ძალიან ძლიერი, რომ განასხვაო რეალობა, შენი პერსონაჟის ცხოვრება, მით უმეტეს მე ყოველდღიურ სერიალში ვიყავი. ეს არის ხახნო ვერ წარმოიდგენთ როგორი რთული ამბავი, იმიტომ რომ ერთ დღეში აი რამდენჯერ იცვლის შენს განწყობას, ემოციას ვერც კი გადმოვცემ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, რომ ყოველდღიური სერიალიდან დავიწყე, იმდენად გაძლიერებული ვარ და იმდენად ისეთი გამოცდილი ვარ უკვე, რომ ფილმი, ყოველკვირეული სერიალი რაღაცა იმდენად კი ძალიან რთულია, მაგრამ ამ ემოციების მართვა ეს ძალიან სერიოზული რაღაცაა და მაგიტომ ვამბობ, რომ გამიმართლა, რომ ესეთი რთული სკოლა გავიარე. ანუ რთულად რო ვიწყებთ, მე გვიმარტივდება ხოლმე ყველაფერი და ამიტომ ძალიან მშვიდად ვარ და ესე ლაღად ბავშვი და საინტერესოა ნანუკა გვესაუბრო თავად თურქულ კინოზე. ჩვენთან ძალიან პოპულარულია თურქული სერიალები. არა მხოლოდ ჩვენთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მოგვიყევი ალბათ თურქული კინოს შესახებ, იგივე სერიალების შესახებ, საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. რა დონეზე არიან დღეს, რა ეტაპზე არიან საინტერესო. თურქული კინო და სერიალები უკვე ძალიან მაღალ დონეზე Netflix-ში შევიდნენ. უკვე A-კლასის ფესტივალების ლაურეატია ხშირად თურქული და ძალიან მაღალ დონეზე არიან, რა ვიცი, ესეთი მოთხოვნადია, ძალიან ბევრ ქვეყანაში კი არა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე გონი როგორც მაქვს ინფორმაცია შეიძლება ვცდები, არ ვიცი, მაგრამ
ბრაზილიურ სერიალებსაც კი გადაუსწრეს და შესაბამისად ეხლა მგონი ეს ყველაფრის მთქმელია. რამდენად მნიშვნელოვანია ხო? ალბათ კულტურის ზოგადად ცხოვრების, იგივე ფოლკლორის, ყველაფრის ეს ხუთიაჟება ხდება. კი, ანუ ნახეთ, ჩვენი სერიალი მაგალითად ბრაზილიაში გადის, ანუ ბრაზილიაში, სადაც ბრაზილიას, რომელიც იყო სერიალების, რა ვიცი. სავანე და აკვანი სერიალები. ბრაზილიდან ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და მაგარია. კი. ნიკო, რა კითხვა დამისვენებს? კითხვა არ დამისვენებს, უბრალოდ კომენტარი გავაკეთე, რომ იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ქვეყნის კულტურა ჩანს იმ კონკრეტულ ნამუშევარში, რომელშიც ვამბობთ, რომ თუნდაც შეიძლება საპნის ოპერა იყოს, თუმცა მნიშვნელოვნად ჩანს იქ კულტურული ცხოვრება. კი, რასაკვირველია, აი ძალიან სწორი რაღაცა თქვით, რატო? იმიტომ რომ ჩავედი სამწუხაროდ რომ მეგონა რომ ჩვენს ქვეყანაზე ძალიან ბევრი და დიდი ინფორმაცია იქნებოდა, ცოტა მწარე რეალობას შევეჯახე. კონკრეტულად მაინც. კონკრეტულად ის რომ საქართველოს ინფორმაცია არ ქონდა ძაუწი, უბრალოდ იცოდნენ რომ ნუ ისეთ მასიურად ვამბობ რა თქმა უნდა ხა გამონაკლისები იყო. რომ საქართველოს იყო მათი მეზობელი ქვეყანა, რომ საზღვართან ძალიან ახლოს იყო ბათუმი, ხო ბათუმზე აქვს ყველაზე ისეთი მაღალი ინფორმაცია. ძალიან გაკვირვებული დავრჩი და ყველამ რატომღაც იცოდა ალი და ნინო. ალი და ნინო. ჩვენთან, ხო. კი ბატონო. და გამიკვირდა, ნუ ესეთი მწირი ინფორმაცია აქვს და ყველამ რატო იცის ეს ალი და ნინო და დავიწყე გამოკითხვა და აღმოჩნდა რა ძალიან ერთ-ერთი რეიტინგული სერიალის გადაღებები ყოფილა ბათუმში, სადაც ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი სცენა დაუთმეს ამ ისტორიას და ამ ქანდაკებას. წარმოგიდგენიათ, ანუ ყველას ჰქონდა ინფორმაცია, საიდან? იმიტომ რომ სერიალის გადაღებები იყო. და გარდა ამისა, ეკონომიური ნაწილიც, ხო, ეკონომიკური უბრალოდ ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი თურქეთში, სწორედ ამ პროდუქტიდან მოდის. პროდუქტიდან და ტურიზმს ძალიან დაეხმარა, ის დიდებული საუკუნე რო გადაიღეს, იმის მერე ისეთი დაინტერესება მოყვა თურქეთზე, ანუ საკუთარი ისტორია გაყიდეს ფაქტობრივად, პოპულარიზება მოხდა სავზედ. ნანუ იცი რა მაინტერესებდა ხომ? აი ეს ძალიან არ ჩავწრილმანდეთ ახლა შინაარსებში, თუმცა როცა ვუყურებ თურქულ დრამებს, სერიალებს, მე როგორც კინომოყვარულს მაქვს მუდმივად ინტერესი რომ ვუყურო ხო სხვა ქვეყნის ნაწამს. ხშირად არის წამოწეული წინა ფლანგზე რაღაც სტერეოტიპები, ქალი, რომელიც არის საზოგადოებისგან მარგინალი, იბრძვის საკუთარი თავისთვის, იდენტობისთვის, სიყვარულისთვის და ძალიან ბევრი შრე არის, ხო? აი ვისაუბროთ იმ სტერეოტიპებზე, რომელსაც ეხება თურქული კინემატოგრაფი და რაღაც მომენტში ქართულ რეალობასაც გავს ეს ყველაფერი. გააჩნია, ხო, გააჩნია სერიალს, გააჩნია სცენარს. სხვათა შორის ამ საკითხს ზოგი სერიალი აი სპეციალურად ეხება ხოლმე მაგალითად ყველაზე დიდ რეიტინგს დებს და დიდ ინტერესს იწვევს რელიგიას როცა ეხებიან. თაობათა სხვაობა, ეს რაღაცა სხვადასხვა შეხედულებები, ხო იქ ხდება მერე სახელმწიფოსგან დაჯარიმება სერიალების და მერე ეს ჯარი რატო დააჯარიმეს ამის პოპულარულს უფრო ინტერესდება ხო მთელი ამბავია მოკლედ რო ჩაუღმავდეთ სპეციალურად თან იცით რა არის სპეციალურად კი ძალიან საინტერესოა ეს არის მათი რეალობა ხვდებით და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენთანაც არის რაღაცა მსგავსი საკითხები და რა არის აი სცენ რატო ვამბობ რომ სცენარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ სცენარის მიხედვით ხდება ადამიანის დაინტერესებაც ხომ ასეა. ყველა ადამიანმა უნდა დავინახოთ საკუთარი თავი, ამა თუ იმ პერსონაჟში, ხო, ამა თუ იმ ისტორიაში და სწორედ ამით იჭერს მაყურებელს, გაიგეთ ეს. იმიტომ ხდება ძალიან ხშირად სამწუხაროდ იხურება სერიალები, ძალიან მალე 3 სერიაში, 4-5 სერიაში. ან შეიძლება გაგრძელდეს 2 წელი, რო ამბობენ ხო, რომ დაუსრულებელია. ხო, ჩვენი სერიალი ძალიან გრძელი, მაგრამ აი სცენარი და მაყურებლის დაინტერესება. ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე არ გამოგჩეს პროფესია მსახიობი, რომელიც ასევე შესაბამისად უფრო მეტად საინტერესო არის, უფრო მეტად კომფორტული, ასევე შემოსავლის წყარო არის და ალბათ ადამიანებს უჩნდებათ მეტი ინტერესი, ხო, როდესაც ეს სფერო განვითარებულია კონკრეტულ ქვეყანაში, იქ შესაბამისად პროფესიის მიმართაც მეტი ინტერესი არსებობს. კი, ძალიან. როგორია, ასე ვთქვათ, კონკურენცია? სასწაული, ძალიან დიდი კონკურენცია. იმდენად დიდი, რომ ეხლა რომ მასშტაბებზე რომ ესე რა ქვია, ძალიან გახსნილად გითხრათ, გაგიკვირდებათ. და მე
არ ვიცი, გამიმართლა, რომ იცი რა რისი თქმა მინდა, იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ ადამიანების მსახიობების ოცნება უბრალოდ პროექტში შევიდნენ. ანუ თავარ როლზე ლაპარაკი არ არის, უბრალოდ რაღაცა პერსონაჟის ის მიიღონ, ხო ხვდებით და ესე ძალიან მიკვირს რომ ვამბობ და ვყვები, იმიტომ რომ რაც თავიდან ვერ ხვდებოდი ამას. საერთოდ ვერ ხვდებოდი. მე რო გავერკვიე, ჩავერთე, რომ გავიაზრე რა ხდებოდა. იმდენად აი ნახეთ, ენაც ვერ ოვობ სიტყვებს. თავარი როლის მიღება ეს ძალიან დიდი რამე. ეს წარმოიდგინე, სხვა შორის ძალიან ბევრი მსახიობს აღუნიშნავს ისიც, რომ მხოლოდ მსახიობის პროფესია არ გმარა. მან უნდა შეითავსოს კიდევ რამოდენიმე პროფესია იმისთვის, რომ უბრალოდ თავი ირჩინოს და გქონდეს ნორმალური ეს საქართველოს რეალობაში. თქვენ წარმოიდგინეთ ხა რაუდენ შოუ-პოვარი და პროფესიონალური თვისებების გამოვლენაა, როდესაც ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, სადაც უდიდესი კონკურენციაა. სადაც ბუმია სერიალების, კინემატოგრაფიის და იქ ესე კი ხდები ერთ-ერთი მოწინავე მსახიობი. ეს არის მართლა მოვლენა, დასაფასებელი ამბავი და მოდი შენს გულშემატკივარს ნანუკა მოუყევი, როგორია შენი სტამბულური ყოფა. ერთი დღე როგორი იწყება, რა პერიოდს უთმობ მომზადებას, სპორტს, სამსახურს და ასე შემდეგ. დარწმუნებულად თქვენს მაყურებელს და გულშემატკივრებს აინტერესებთ. შრომა და კიდევ ერთხელ შრომა. იმიტომ რომ დილით რომ მივდივარ სეტზე, მოვდივარ ღამე, დაღლილი და კანცოლი. იქ არის ფიქრობ რომ მაქვს დრო, აი სცენიდან სცენაზე არ მთავრდება. რაღაცა 45 წუთიანი შესვენება მაქვს სადილისთვის და რაღაცა 10, შენ როგორ განსაზღვრავ ამ დროს, რომ წამოწე უბრალოდ და დაისვენო. არა, 5 წუთიანი პაუზაც კი არ გვაქვს. ეს ძალიან ისეთი შრომაა ხალხო, მაგრამ იცით რა არის, მე რო ღებულობ ხალხის სიყვარულს და ხედავ შედეგს, თუ რა შედეგი მოაქვს შენ შრომას, გავიწყდება ყველაფერი და ამ საქმეს კიდე ვერ გააკეთებ თუ არ გიყვარს. აი, ნანუკა საინტერესოა თქვენ ახსენეთ, რომ შრომა და ისევ შრომა და გარკვეულწილად მცირე პაუზები სცენამდე. აი, შრომითი უფლებები თუ არის რაღაცნაირად ისე გათვლილად, კონცეპტუალურად დაალაგებული, რომ კი ხო? დაალაგებული არის ეს ჩვენს ხელშეკრულებაში წერია კონკრეტული დრო, 12 საათი. და თუ გადაცდა ამ დროს შესაბამისად ანაზღაურება არის ამას. ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება ჩვენი საუბარი. რა სიტყოდი შენს გულშემატკივარს, რომელიც მრავლად არიან ნანუკა და ამით დაგემშვიდობებით. ჩემს გულშემატკივარს ვეთქვი, რომ ძალიან მიყვარს ისინი. ჩემი არმია, ესე დავარქვათ. ვუყურებ როგორც ჩემს დიდ ოჯახს, იმიტომ რომ ესეთ რთულ პერიოდში სულ ჩემს გვერდით არიან. იცით რა არის ამ გზას რაღაცა სირთულეები მოყვება. ჰეითერები არიან, რაღაც რთული რაღაცები მოყვება და ეს ხალხია სწორედ, რომ ვერც წარმოგიდგენიათ როგორ ზურგს მიმაგრებენ. ძალიან სულ ჩემს გვერდით არიან და ამიტომაც ვაკეთებ ყველაფერს, რომ ისინი დარჩენაყოფილები, ბედნიერები, აი როგორ ვიცეკვე წინა თემას დაუბრუნდები ამ სერიოზული ტრამვით, ხო? იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი ეკრანს მიღმა როგორი მოლოდინი და ემოციებით მელოდა ეს ხალხი და ამიტომ საკუთარ თავს ივიწყებ ამ დროს. თუ გიყვარს რა თქმა უნდა შენი მაყურებელი და გულშემატკივარი. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც არის, მე დარწმუნებული ვარ თქვენ არ გჭირდებათ იმის შეგრძნება, რომ ხართ ძალიან ლამაზი, ძალიან ნიჭიერი, ძალიან ჭკვიანი, თუმცა ამის თქმა, თუნდაც გულშემატკივრის მხრიდან და ყოველ ჯერზე შეხსენება, ალბათ არის мотиваცია და მნიშვნელოვანი, რომ კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მხნედი იყოთ, მაშინ როდესაც ტრამვა გაწუხებთ, მაგრამ მაინც ცეკვავთ იმ მოცემულობაში, სადაც შეიძლება სხვა უბრალოდ დანებებული იყო. კი. ეგრეა, ნამდვილად ეგრეა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, რომლებიც მუდმივად ჩემს გვერდით არიან. მადლობა თქვენ სტუმრებისთვის. მადლობა, წარმატებები ნანუკა. დიდი მადლობა.
პროფესიაში რეალიზებული ქალბატონები, ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვისაუბრია ესეთ პროფესიებზე, რომლებიც რატომღაც კაცებისთვის იყო მიკუთვნებული თავის დროზე. ძლიერ ქალბატონზე ყოველთვის დიდი კომახსენდება და მე ვიდრე აქედან პატარა გადახვევას გავაკეთებ, ბოდიში მოვუხადო რამდენიმე დღის წინ ძალიან ვანერვიულე და აქედანაც მინდა უთხრა ძალიან მიყვარს. მოკლედ, რაც შეეხება პროფესიებს, სულ მახსენდება ხოლმე ჩვენი შემდეგი სტუმრის პროფესიიდან გამომდინარე შოშია ჩხაიძის ერთ-ერთი ნაწარმოები, რომელიც სამ მეზღვაურ გოგონაზე წერს, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ, რამდენიმე ათეული წლის წინ დაამსხვრია სტერეოტიპი იმისა, რომ მეზღვაურობა მხოლოდ კაცის პროფესია არ არის. ზოგადად შოშია ჩხაიძის შემოქმედებაზე დღეს არ ვისაუბრებ, თუმცა ახალმა თაობამ დღეს ბათუმში შეიძლება მის შესახებ ძალიან ცოტა გამიცოდეს და დამიჯერეთ, რომ ის გარკვეულად დროს უსწრებდა ყველა იმ სტერეოტიპთან მიმართებაში, რომელიც დღეს არსებობს და როდესაც მას ვეცნობოდი, რატომღაც მეგონა, რომ თითქოს მიმდინარე პერიოდში ცხოვრობდა. არა და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა სამწუხაროდ. ჩვენი შემდეგი სტუმარი არც მეტი არც ნაკლები კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახლავთ მეგობრებო. ნათია დუმბაძე, რომელიც მოგუყვება თავისი მოგძანჯით ნათია. მოგესალმებით. ესე მოგესალმებით. აი ესე. პროფესიის შესახებ. ყვავილიც მივართვართ. ყვავილი აუცილებლად გილოცავთ კიდევ ერთხელ განულ დღესასწაულს 8 მარტს და კაპიტნის თანაშემწეს ჩვენგან აი ეს ვარდისფერი ვარდი, ესე რომ ვთქვა. ნათია, საინტერესო არის ჩემგან პირველ რიგში პატივისცემა თქვენს არჩევანს, რომელიც ალბათ გარკვეულწილად გარკვეულ პრობლემებთან, კი არა დისკომფორტებთან თუ წინაღობებთან იქნებოდა დაკავშირებული, ვინაიდან როგორც წინას ყოველში აღნიშნე, რატომღაც არსებობს რაღაც კონკრეტული პროფესიები, რომელიც კაცს ჰქონდა მიკუთვნებული. რატომ არ ვიცი, თუმცა იქ რა იყო მთავარი ამბავი, რომელიც განაპირობა თქვენი ეს არჩევანი და შემდეგ უკვე განვაგრძოთ თქვენი ის ყოველდღიურობა, რომელიც თქვენს პროფესიას უკავშირდება. მადლობა რომ მომიწვიეთ, მოხარავი ვარ თქვენი გაცნობით. კი, ძალიან რთულია ესე რომ ვთქვათ. პირველად რო შევედი აკადემიაში, აი მაქედან იყო დაბრკოლება, არ ვიტყვი, იმიტომ რომ იმ წელს გაიხსნა ქალებისთვის ქალებს მიეცა საშუალება, რომ ჩაებარებინათ საზღვაო სფეროს განხრით. რამდენი ხნის წინ დაახლოებით? ეს იყო 10 წელი, რაც გემზე დავდივარ და 4 წელი 2011 წელს. აქამდე არ ქონდათ? აქამდე არ ქონდათ. მიღება ესე ნავიგაციის განხრით, მიმართულებით ტურიზმზე იყო, ბიზნესზე იყო, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, ნავიგაცია მექანიკოსების მხრივ არ იყო. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, რამ განაცხადეთ? ჩემი ესე რომ ვთქვათ, მამა ჩემი იყო მეზღვაური, ეხლა უკვე პენსიაშია, მაგრამ იმ დონეზე შემაყვარა პირველივე დღიდან რაც დავიბადე და გავიზარდე, მის ისტორიებზე ვიზრდებოდი. მიყვებოდა როგორ არის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად საინტერესოა იქ იაპონიაში, საინტერესოა ამერიკაში. დამოკიდებულება როგორია, ნათია, საინტერესოა შენი კოლეგების, როდესაც მათ ხვდები გემზე, ან თუნდაც საოფისე ოთახებში, როდესაც შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფრო თანაშემწესთან ერთად უწევთ ხოლმე შორეული ნაოსნობა. ეხლა ბოლოს რო ვიყავი, ახალი ჩამოსული ვარ. მოვიდა ამერიკაში ჰიუსტონში შევედით და პორტის ერთ-ერთი თანამშრომელი ამოვიდა და ეუბნება ამერიკელი. ხო, ამერიკელი. სტარპომი ვინ არის ობოდიში? რუსულად ვიტყვი. უფროსი თანაშემწე ვინ არის, რო შემომხედა გააცნეს, რომ ეს არის არ დაიჯერა, შეეკითხა, გადარეკეთ, უთხარით ეს მართლა, მე უთხარი დავაყენე. ამერიკაშიც კი? ხო, ამერიკაშიც კი. გარკვეულწილად ალბათ იქნებოდა სკეპტიციზმი, ხო, პროფესიას როცა ირჩევდით, რომ რამდენად მზად იქნებოდით თუნდაც აქ ფსიქოლოგიური ნაწილი, ასევე ფიზიკური ნაწილის გასათვალისწინებელია და ბევრი სხვა ის კომპონენტი, რომელიც საერთო ჯამში თქვენს პროფესიას ქმნის. კი, ბოლომდე ჯეროდათ, რომ სანამ სწავლობდი, გავთხოვდებოდი, კაი საქმე არის კუხნა და ოჯახის შექმნა. აი ის მასწავლებლებიც მახსოვს, ვინც ეს მითხრა, მაგრამ დღემდე მეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს და დღესაც რომ ხდება ეს ადამიანი, მეუბნება მალადეც ნათია, მე არ მჯეროდა, რომ ესე წახვიდოდი, მჯეროდა, რომ რაღაც დაამთავრებდი, აქ სადმე დაიწყებდი მუშაობას, მაგრამ ის რაც გინდა გულით და იმის შენი ოცნება
პატარა ვიყავი, მე-4 თუ მე-3 კლასში ვიყავი, ჩემს დღიურზე დავაწერე მე მინდა გავხდე კაპიტანი. ძალიან ცოტა დარჩა. მეორე გოგონასთვის ალბათ სტიმულის იქნებოდა, ხო? ნათიას ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ ვისაუბრია მეგობრებო, მეზღვაურის პროფესიაზე, როდესაც აკადემიაში სულ რაღაც დღეს 3 სტუდენტი ირიცხება, ქალბატონი და ინტერესი ნაკლები არის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქოს ეს სტერეოტიპი მეტნაკლებად დაიმსხვრა. ძალიან ბევრი ქალი მეზღვაური უკვე ვხედავ სხვაში, მაგრამ ზოგჯერ ვხედავ, ზოგჯერ კი მესმის, იმის გამო რომ ჩვენ საუბრობთ რადიოს საშუალებით საერთო კავშირზე მე-16 არხზე, აი ძალიან ბევრჯერ მესმის და ისე მიხარია პირიქით მორეკავ და მეუბნები მაგარია, მიხარია რომ ქალი არის. როგორც ვიცით, ბათუმი გამოირჩევა მეზღვაურების რაოდენობით, ეს მართლაც გახლავთ, ხო, ჩვენი ქალაქი, საზღვაო ქალაქი და აქედან გამომდინარე არ გვიგვირს ახლა მამაკაცების ამ სფეროში ჩართულობა, ხოლო რას ეტყოდი ნათია შენ დამწყებ გოგონებს, ვისაც ჯერ არც კი უფიქრიათ ამის შესახებ, რამდენად რთული პროფესია, რამდენად დაფასებული პროფესია, რამდენად მაღალანაზღაურებადი პროფესია, რამდენად გიწევს ანგარიშის გაწევა ოჯახზე, რომ გარკვეული დროით, თქვა 4 თვით და 5 თვით არ იქნები, თქვა სახლში. ამ ყველაფერზე რომ ვისაუბროთ და საინტერესო რარჩევებს მიცემ იმ გოგონებს, რომლებსაც ალბათ მომავალში გადაწყვეტილი ექნებათ. ჩორეულ ნაოსნობაში წასვლა. დაბადების დღის სურათი იყო, მე რაც დავიწყე კარიერა, აი 3ჯერ ვარ სახლში ნამყოფი ჩემს დაბადების დღეზე. აი აქედან რომ დავიწყოთ, მეგობრები უკვე ინდონეზიაში შეჩვეულები არიან, იციან რომ სახლში არ ვარ და რაღაცა და ძალიან რთულია ესე რომ ვთქვათ, არანაირი პროფესია არ არის ადვილი. მოდით უარყოფით და დადებით მხარეებზე ვისაუბროთ. ხო, უარყოფითი მხარე ის არის რომ ამდენ მამაკაცში 23 ადამიანი ვიყავით ახლა გემზე. ერთადერთი ქალბატონი ვიყავი გემზე. მეტი არის. არა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე უფროსი თანაშემწე ვარ და ჩემს განყოფილებაში ისე უნდა მოვიქცე და ისე უნდა გავართვა თავი რომ მე იმათ სამუშაოს დროს სამუშაო უნდა იყოს, გართობის დროს გართობა. ხედავთ რომ გვაქვს ეგ რაღაც მომენტები როცა შეგვიძლია დავისვენოთ, იმ მომენტში მე მეგობრულად ვარ, მაგრამ თუ არის სამუშაოს პერიოდი, აი ყოველთვის ვცდილობენ რომ ქალი ხარ და რაღაცა არა გამოგცადო რომ თუ შეიძლება ზემოდან დაგაბიჯო ან რაღაცნაირად იმას სისუსტეებით მათზე მაღალი ეს მათ გაღიზიანებას იწვევს. ხო, აკომპლექსებს მარტივად რა ვთქვა. ნათია ყოველთვის მაინტერესებდა გემი ხო საინტერესო სპეციფიკაა, ხო, როგორი კონცეფცია, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრა, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ერთ სივრცეში ძალიან დიდი ხნით, ხო, რამდენიმე თველზე არის საუბარი. ამ ადაპტაციაზე გვესაუბრე, ყველას თავისებური ხასიათი აქვს. საინტერესო ისიც, ზუსტად რომელი ქვეყნებიდან არიან მეზღვაურები, აი რომელ ქვეყნებში არის მეტად პოპულარული და როგორ ადაპტირდები ამ ადამიანებს? მაგ შემთხვევაში გავიხსენებ პირველ კონტრაქტს, მე რო ავედი 9 თვე ვიყავი გემზე. ხო, აი პირველად რო წავედი გემზე ესე შორს და ჰონკონგში ავედი. არ დამამტყდება ის პირველი პორტი. კაპიტანი იყო ხორვატი. 8 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იყო გემზე. ნუ ჯამში, ხო, ეროვნებასთან თუ შევეხოთ. ხორვატები უმეტესად არის ფილიპინელები გემზე, რომელიც არის ცოტა უფრო დიდი მასას შეადგენს ვიდრე დანარჩენი. და ნუ ხორვატები, გერმანელები, ბულგარელებიც იყვნენ, პოლონელებიც არიან. ფრანგი, იტალიელები. მიხედავად იმისა, რომ ყველა პოზიცია საინტერესო არ და მნიშვნელოვანი, მე ვიცი, რომ ინდოეთი და ჩინეთი დღეს დაბალი პოზიციის მქონე პოზიციებს ყველაზე მეტად გვხვდება. არა, ინდოეთი ერთ-ერთი ფილიპინელებს და ინდოელებს, ესე რომ ვთქვათ, კონკურენცია ძალიან დიდი აქვს, იმიტომ რომ დაბალ ანაზღაურებადი არიან და მაგის გამო ისინი უფრო პრიორიტეტული არიან, მაგრამ სამუშაოს დამიხედვით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რაც სხვა ეროვნება ევროპელები აკეთებენ, იმის დამიხედვით უფრო
მაღალ თანამდებობაზე ევროპელები კონტროლონ. ასევე რადგან ჩაკეტილ სივრცეზე ვსაუბრობთ და ამდენი თვით იქ ყოფნაზე, ხომ? ალბათ ეს ფსიქოლოგიური გამოწვევაც არის ძალიან დიდი წნეხი. თავი რო დავანებოთ იმას, რომ რაღაც მომიჯება შტორმი ამოვარდეს და ჩვეულებრივად სიკვდილის თვალებს ჩახედო და ამ საფრთხების წინაშეც დგახართ, ზოგადად ერთ სივრცეში ამდენი ხნით ყოფნა სტრესია დამეთანხმებით. აი ფსიქოლოგიურად რა გამოწვევებს აწყდებით და როგორ უკლავდებით? აი მეშინია ჩაკეტილი სივრცეების. მაგრამ იმ დონეზე გადავახე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მესამე თანაშემწერო ვიყავი, აი იქიდან დავიწყე იმის რა ქვია ჩაკეტილი სივრცეების შემოწმება უფროს თანაშემწეს ერთად, რომ ხო, მივჩვეოდი, რომ ამ თანამდებობაზე რომ მივსულიყავი, რა ეტაპები უნდა გადამელახა, უნდა მეგრძნო ეს. ჩემი იყო თუ არ იყო ეს ჩემი? აი, მეგობრებო, ნათელი მაგალითი იმისა, რომ შიშს თუ არ ჩახედავთ თვალებში, იმას ვერასდროს ვერ დაამარცხა. ცოტაოდენი დოზით თითო უნდა მიუღო. ნაბიჯი უნდა მიუყვეთ, ხო? მოდი გითხარი. ხარ თუ არა შენ ერთადერთი, რომელსაც ერთი ნაბიჯი გაუკლია მასტერამდე, მოდი ვთქვათ ასე, კაპიტნობამდე და არიან თუ არა სხვა გოგონები, რომლებიც უფროსი თანაშემწეები არიან. და ასევე მოდი გვიპასუხეთ უარყოფით და დადებით მხარეებზე, ვთქვათ შენი პროფესიის. არის დადებით, უარყოფითი ვთქვით, დადებითი ვითხარ. საქართველოში ჯერჯერობით, ესე რა ვთქვათ, მე ვარ ყველაზე ერთადერთი. ჩემს კომოთ არიან კიდე კადეტები ვიცი, მესამე თანაშემწეც ვიცი ერთი გოგო. და ერთი მექანიკოსია. მესამე თუ მეოთხე მექანიკოსი არ ვიცი. მაშინ პირობა უნდა მოგცე, როდესაც პირველი ქალი კაპიტანი გახდები საქართველოს ისტორიაში, გვეწევი აუცილებლად სტუდიაში. აუცილებლად გეწევით აჭარის აი, დადებითი მხარეებიც გითხარი შენი პროფესიის, რათა მე მინდა რომ გაუზიარო შენი შტაბეშტილება არაერთ მანდილოსანს, რომელსაც უფიქრია ამ თემაზე, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია. აი, ჯერა იმისა, რომ თუ შინაგანად გსურს იმ პროფესიის დაუფლება, რაც შენ გაქვს ჩაფიქრებული, ყველანაირს შეასრულებ. აი, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, შემაყვარა მამაჩემმა, ჩემმა ნათესავებმა, რომლებიც მეზღვაურები არიან. ჩემი ძმაც მეზღვაურია, მეორე თანაშემწეა. გუშინ ჩამოვიდა, გაგვახარა, არც კი ვიცოდით. მოკლედ, დადებითი ის არის, რომ აი, ამდენ ქვეყანაში მოგზაურობ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვიცნობ იმდენ ადამიანს, ზოგჯერ მავიწყდება, მაგრამ თვითონ მახსენებენ, აი ამ წელს იყავი აქანი, ამ პორტში. მაგრამ უარყოფითი რო ვთქვათ, აი სიშორე. მშობლებთან, ნათესავებთან, ნაცნობებთან, საყვარელ ადამიანებთან. ეს არის ყველაზე რთული და სურათებს მხრივ არ უყურებთ, რო ავდივარ გემზე, 3 თვე სურათებს, ტელეფონს ისე ძალიან. ასევე უნდა ვთქვათ ანაზღაურებაზეც, რომელიც უბრალოდ ხმელეთზე ფიზიკურად არ არსებობს დღევანდელ რეალობაში საქართველოში და დიდი პლუსია, მაგას ვიცახე, რომ აი ფულს მიხდიან იმაში, რომ მე ვიმოგზაურო. მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ ამასაც დიდი საქვს რა ქვია. თავისი უარყოფითი მხარეები, კი ბატონო. წარმოიდგინეთ 14000 კონტეინერი რო გადაგაქვთ და თითოეული კონტეინერი პასუხისმგებლობა. აი 3-4 მილიონი ღირს ზოგჯერ თითო კონტეინერი, ხო? საინტერესოა დღეს ესეთი მოცემულობა არსებობს, მაგალითად ჯენზის თაობაში რამდენიმე პროფესია აქვთ მათ და ერთ პროფესიაში შეიძლება დიდხანს არ გაჩერდნენ, იმიტომ რომ სულ ინტერესის სფეროა მათთვის ცხოვრება და საკვლევი, ესე ვთქვათ. რომ არა ეს პროფესია, რომ პროფესიას აირჩევდით და საერთოდ სამომავლოდ თუ ფიქრობთ პროფესიის შეცვლას. და რა მოცემულობა უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ ალბათ ძალიან შეყვარებული უნდა იყოთ, რომ ხმელეთზე გაჩერდეთ ადამიანთან და სხვაში ახარ შეხვიდეთ. ფიქრობ მაგაზეც, მაგალითად კაპიტნის თანამდებობაზე რომ გადავალ, აი ვიმუშავებ რაღაც პერიოდს, იმიტომ რომ არ მინდა დიდხანს გავჩერდე გემზე. არ მომწონს ის მომენტები, როცა კი ზოგჯერ გამოუვალი მდგომარეობა აქვს. მამაკაცებს რომ უნდა არჩინოს ოჯახი და აქეთ მეორე საქმეს ვერ აკეთებენ. და დიდი ხნით რჩებიან გემზე, მაგალითად 60 წლის ადამიანებიც გემზე არიან. და ცოტათი რთულია, როცა ოჯახში შვილი ყავს და ის მუშაობს და რაღაცა და შენ კიდე იბრძვი იმისათვის გამეგება არ გინდა რომ გაჩერდა და რაღაცა, მაგრამ
აი რაღაცა მომენტისთვის უკვე ზედმეტია. აი რაღაც ეტაპზე უნდა გაჩერდეს. ამას ალბათ გრძნობს შინაგანი ადამიანი, ხო? როდის უნდა გაჩერდეს? ხო, მაგრამ რაღაც ხმა გქონდეს. არ უნდა რომ დაკარგოს რომ მე ვარ მთავარი ან რაღაცა შინაგანი ის ძალიან სრულია გამოთხოვა. საბედნიეროდ ეხლა საზღვაო ინდუსტრიაში როგორც მე ინფორმაციას ვფლობ, აღარ არის გრძელვადიანი 8 თვიანი, 9 თვიანი კონტრაქტები და შეგვიძლია ვთქვათ 5 თვიანი და 6 თვიანი როგორც ვიცი სტანდარტულია, მაგრამ თუმცა მაგალითად დღევანდელ მასტერებს, ეგრეთ წოდებულ კაპიტნებს უკვე 3 თვიან კონტრაქტებს თავაზობენ. 4+-1-ია ჩვენს კომპანიაში, კოლუმბიაში. არის ისეთი მაგალითად ფილიპინელ კაპიტნებს იმათ უკვე 6-7 აქვს. ჩვენს ევროპელს 3+1 4+1. ხო, იქეს უკვე 6+-1 აქვს იმ კაპიტნებს, ფილიპინელ კაპიტნებს და ინდოელ კაპიტნებს. ევროპელებს 3+-1 აქვს. აი, ბანალური კითხვა, რომელიც უნდა დავსვა, რომელიც ყველა ადამიანს აწუხებს, ხა, ზღვაში როგორ ძლებს შტორმის დროს რა ხდება, საინტერესოა, შეგშინებია თუ არა ძლიერი ღელვის დროს ეს საინტერესო კურიოზი ამბავი არის, რომელსაც შტორმზე, ხო, ეხლა და ატლანტიკაში ძალიან რთული პერიოდი იყო 25 გრადუსი ერწეოდა გემი ასე რომ ვთქვათ ჩვენთვის კონტეინერ მზიდისთვის ძალიან რთულია იმიტომ რომ ჩვენი ტვირთი ზემოთ დევს და აი შტორმის დროს შეიძლება გადავარდეს და მაგის დანაკარგი ჩემზე უფრო თანაშემწეზეა დამოკიდებული როგორ დავამაგრებ და ასე შემდეგ მაგრამ ესე რომ ვთქვათ შტორმზე როცა ავედი პირველად 10 დღის შემდეგ გავედით უკვე ოკეანეში, ატლანტიკაში. არა, ბოდიში, მაშინ რა ქვია, წყნარ ოკეანეში. მივდიოდით ამერიკის მხარეს, ლოს-ანჯელესში, აი დაიწყო შტორმი. ერთი დღიანი შტორმი არ არსებობს, მე მგონი არის, მაგრამ ისე იშვიათად იქნება. რამდენი ხანს გრძელდება? 3-4 დღე გრძელდებოდა ეს და ყველა იძახდა, აი ნათია ვერ გაძლევს, ახლა ჩამოვა. აი მე პირიქით ისე იმ დონეზე მინდოდა ზემოთ ვიყო და ვუყურო ამ ყველაფერს, რომ რა ვიცი. მაგრამ პირველ ღამეს ავდექი 3 იყო საათი. ავდექი და გავაღე კარები. ჩავიცვი ის ჟილეტი, ჩავიცვი სპეციალური კოსტუმი, რომელიც დრუგ წყალში რო გადავხდეთ, დაგვეხმარება ბიჭები, ვემზადები. გავიხედავ გარეთ არავინ არ მოდის. გავიხედავ გარეთ არ ალბათ დავავიწყდი დავჯექი გარეთ მე უცადე ჩვეულია მე ჩემ თავს მოთხარი აი არაფერი არ ხდება ჩვეულებრივი ხო დილას 6 საათზე ასე თქვი მაგრამ ვინმე არ შემცლის მეთქი წავედი დავეცინე კიდევ ერთ თემას შევეხოთ როცა უკვე კაპიტანი იქნებით აი ბევრი მეზღვაური მეგობრის გამსმენია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კაპიტნის რეკომენდაციას იმისთვის რომ შემდგომ უფრო აიმაღლოს საფეხური და აი ზოგჯერ ძალიან დარდობენ რომ რაღაცნაირად კაცრი კაპიტანი იყო და შეიძლება ცუდი რეკომენდაცია დამიწეროს ან პირიქით რაღაც ძალიან კეთილშობილი იყო და კარგი რეკომენდაცია დამიწერა. აი როცა თქვენ იქნებით კაპიტანი და სულ ცოტა დარჩა და აი ფაქტობრივად ადამიანის პროფესიული წინსვლა თქვენს ხელთ არის, ხომ? აი თქვენი სიტყვებით. იქნებით ობიექტური, რაღაც მომენტში მკაცეც თუ პირიქით მობიერი. ამ შემთხვევაში თქვენი ქალის და ვიცით რომ ქალი ძალიან ემპათიურია, აი ქალის ხასიათი რა გადაწყვეტილებას მიიღება? სახში ესე რომ ვთქვათ სხვანაირი ვარ, მე გემზე მკაცრი ვარ, მაგრამ ის თუ ვხედავ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის რაღაც დავალებები ან რაღაცა შეუძლია შემდეგ საფეხურზე გადავიდეს, ყოველთვის ვაძლევ არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებისა. ყოველთვის ვაძლევ საშუალებას რომ გამოიჩინოს თავის თავი, რო ავდივარ ყოველთვის ვეუბნები უფროსთანაც შემწესაც აქვს საშუალება რომ გადაიყვანოს შემდეგ პოზიციაზე და დაბალი საფეხურების მხრივ და აი რამდენს უკვე დავეხმარე იმას კი არ გეუბნებით რომ კარგი ვარ და რაღაცა მაგრამ იმ დონეზე იმსახურებ და ის ადამიანი იმ მომენტში გადასვლას რომ დავინახე იმაში რაღაც ნაპერწკალი აი დღეს ისინი ძალიან კარგი ოფიცრები არიან, ძალიან კარგი, ბევრი შემხვედრია და აი მადლიერებიც არიან და მეც მადლიერი ვარ, რომ ესეთი კარგი ოფიცერი გავზარდე. ნათია, ყველა პროფესია პრინციპში დღეს ვითარდება და თან მამუდროა ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია ის, რომ გარკვეულ საქმეებს გვიმსუბუქებს. რა არის ის მთავარი წარმატება თუ მიღწევა, რომელიც თქვენს საქმიანობაში ყველაზე მეტად გეხმარებათ და თქვენს პროფესიაში ზოგადად ეს თქვათ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ის ამოცანები, რომელზეც ვსაუბრობთ.
აი მაგაში ვიტყვი რომ სწავლა. სწავლა განათლება რაც აკადემია მომცა. და ის რომ ჩემი თავი ბოლომდე კიდევ სწავლობ და კიდევ უნდა განავითარო ჩემი თავი რომ მივიღწევო კაპიტნის თანამდებობას. სწავლა და სწავლა როგორც ნანუკამ თქვა, აი ყოველთვის არის ეს შრომა, სწავლა და რავი, განვითარება, ახალი ინოვაციების შემოსვლა ჩვენ სფეროშიც ინოვაციური რაღაც განვითარებები არის ყოველთვის. დიდი მადლობა კეჩ ვიხრი კაპიტნის და მასტერის უფროსი თანაშემწის წინაშე და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. წარმატებები ნათია. ეს ჩვენგან. განვაგრძობთ დღის ეთერს, უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ აუცილებლად გამოგვიწერონ როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე და TikTok-ზე, გახსნით ჩვენი ფოლოვერები და მოგწერეთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ჩვენს იგივე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანებია, როგორიც დღეს იყვნენ ჩვენს ეთერში და კიდევ რამდენიმე სტუმარი გვეყოლება. ეხლა კი ვნახოთ ლექსო ბერიძის სიუჟეტი, რომელიც პროექტ რანინასა და ანიტა აბგარიანის წარმატებას ეხება. გაიცანით, ეს უსაყვარლესი მომღერალი გოგო 10 წლის ანიტა აბგარიანია, რომელიც ახლა უკვე კონკურს რანინას ათეულში მოხვდა. მიხარია რომ რანინას მერვე სეზონის ათეულში ვარ და რანინელი მქვია. ჩემი ჯგუფელი ანდრია ფუტკარაძე მონაწილეობდა რანინაში. გახდა გამარჯვებული და მეც მომინდა რომ მიმეღო მონაწილეობა რანინას პროექტში. როდესაც სტუდიაში შემოვედი, ვიყავი 4 წლის. სანამ სტუდიაში შემოვიდოდი, ჩემი და დადიოდა ყოველთვის რეპეტიციებზე დავყვებოდი და ჩემთ მომინდა რომ შემოვსულიყავი. ძალიან მონდომებულია, შრომელი ბავშვია, უყვარს სიმღერა, ყოველთვის მღერის, ანუ მაქვს ანიტასთან როგორც სტუდიაში ურთიერთობა, ასევე სტუდიის გარეთაც და მოკლედ ანიტას სულ მღერის, 24 შვიდზე მღერის. ამიტომ ძალიან ადვილია მასთან ურთიერთობაც და სასიამოვნოც. თავარი და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მე ასე ვფიქრობ, მშობლის როლი პირველია ბავშვის გადაწყვეტილებაში, რადგან რა ხა მე ჩემი გადმოსახედიდან ალბათ შენ უნდა ურჩიო და განსაზღვრო რა უფრო რისი ნიჭი აქვს უფრო ბავშვს და იმის მხრივ ხა ჩემები მე მაგალითად დამყავდა ბევრ წრეზე, სხვადასხვა სფეროშიც ეკويس დადიოდა სიმღერაზეც მუსიკალურშიც დადის და ტანვარჯიშზე დადიოდა ანიტა კიდე საკმაოდ წარმატებული იყო იქაც, მაგრამ რატომღაც წელს უკვე გადაწყვიტა ტანვარჯიში მიატოვა და მთლიანად დაუთმო თავისი თავი სიმღერას და მუსიკას, ასე რომ ვთქვათ. ანუ აქ უფრო იპოვა თავისი თავი ამდენი წრიდან და სფეროდან. რა თქმა უნდა, იყოს იმ პროფესიით დაკავებული, რაშიც იქნება თვითონ წარმატებული და ბედნიერი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ რახან გამოდის და ნიჭი აღმოაჩნდა სიმღერის, ვისურვებდი, რომ გაყვეს და იყოს მისი ცხოვრების ნაწილი, ასე რომ ვთქვათ, სიმღერა. თავისუფალი დრო, როცა აქვს, უყვარს უფრო, ასე რომ ვთქვათ, სამზარეულოში ფუსფუსი, ტკბილეული უყვარს და
შესაბამისად ნახულობს ხოლმე ვიდეოებს და რაღაც ახალს აღმოაჩენს და მე სურვილი აქვს რომ გააკეთოს თვითონ და გამოდის სხვათა შორის კარგად. მე ვიყავი ძალიან პატარა, წესიერად ლაპარაკიც არ ვიცოდი, ვღეროდი ისე სიმღერებს. წესიერად თან სიტყვებს ვერ ვამბობდი. ჯერ სკოლიდან რომ მოვდივარ, ვცდილობ რაც შემიძლია სწრაფად დავამზადო გაკვეთილები. მერე სიმღერა მაქვს, ოღონ 2 შაბათს, 5 შაბათს. და მერე თუ დამრჩება თავისუფალი დრო ვერთობი. ესე იწყება წარმატებისკენ გზა საკმაოდ პატარა ასაკიდან. წარმატება ბედნიერი ხალი ყოფილიყოს უკვე წლების შემდეგ ეს არაჩვეულებრივი გოგონა. 8 მარტი ქალთა უფლებების აგენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლოა 1977 წლიდან გაეროს ინიციატივით აღინიშნება, როგორც უკვე გითხარით, 8 მარტის დღის კონცეფციას იზიარებს დღევანდელი ჩვენი გადაცემა და ზოგადად მარტი არის ის თვე, როცა ქალბატონები ყველაზე ხშირად საუბრობენ იმ სტერეოტიპებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთაც აწყდებიან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ნიშნულოვანი და ნიშანდობლივი არის ის, როცა ქალბატონები ქალბატონებს უზიარებენ იმ შეუპოვრობის გამოცდილებას, რომელიც მათ აქვთ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ქალი ქალისთვის ყოველთვის ხდება მაგალითი და დღეს ჩვენ ეხლა სტუმრად ყავს ადამიანი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრისთვის იქნება შთაგონების წყარო, ვერა აბულაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. მოგბრძანდით ვერა? ვერას ისტორია დაგვარწმუნებს იმაში, რომ ფარხმალი არასდროს უნდა დავყაროთ და ყოველთვის უნდა ვიყოთ შეუპოვარი. ვიქნები თუ ვინმესთვის მაინც ვიქნები მოტივაციის. ყვავილი მივართვათ ჩვენ საერთოდ. მოტივაციის მიმცემი რომ წინ გადადგას კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი, ყველას ულოცავ 8 მარტს, 3 მარტს ყველა დედას, მთელი მარტის თვე და ზოგადად ძალიან აქტიური გახდა, რომ ყველა დღე ჩვენია და რეალურად დამეთანხმებით ალბათ მამაკაცები, რომ სწორი მიდგომა სწორედ ეს არის, რომ ყველა დღე ჩვენია, თქვენიც, ჩვენიც და ერთმანეთის მხარდაჭერის. ნუ ჩემ ამბავს რაც შეეხება ჩვენ რისი თქმაც მინდა და რისი გაჟღერებაც მინდა უპირველესად ქალებთან, ეგ არის რომ არ არსებობს ყველა ბარიერი, უმეტესად ჩვენი მოგონილია, ჩვენი მენტალური გამოძახილია, საზოგადოების აღზრდის, თაობების და ასე შემდეგ. ყველა ერთმანეთზე ვახდენთ ზეგავლენას. ერთ-ერთი პირველი რითიც საერთოდ ჩემ თავზე მუშაობა დავიწყე, ის იყო და აღმოვაჩინე და სტერეოტიპებს, ეს ვთქვათ, შევეჯახე, ეს იყო ახალგაზრდა ძალიან პატარა ასაკში დედობა და პლუს სწავლა პარალელურ რეჟიმში. იყო პერიოდი, როცა მეგონა, რომ საერთოდ ვერ შევძლებდი რაიმე სახის კარიერის შექმნას. ძალიან რთული და თამდევი პროცესია ეს იმ შემთხვევაში, როდესაც რთული ამოვარო პატარა ბავშვს, იყო სტუდენტი და რაღაცნაირად დრო არ გრჩება კარიერას და ფერად მომავალზე. ფიქრის პლუს ამასთან ემთხვა ჩემ შემთხვევაში ქალაქის, საცხოვრებელი ქალაქის ცვლილება, მოვხდი ბათუმში, თქვენს და ჩვენს ულამაზეს ქალაქში დღეს უკვე თავისუფლად ამაყად ვამბობ, რომ ჩემიც არის და ძალიან მადლიერი ვარ ამ ქალაქის. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც აქ ჩამოვედი, ერთი ნაცნობიც კი არ მყავდა, მახსოვს ცხოვრობდი ქუჩებში დავდიოდი, ქუჩის სახელებს ვიმახსოვრებდი და უბრალოდ ადამიანებს ვესალმებოდი. ეს ნელ-ნელა გავიცანი ყველა, დღემდე მინდა და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი სამსახურის, ჩემი დამსაქმებლის, იმიტომ რომ აი დიპლომით ხელში პატარა ბავშვით, ესე ვთქვათ და მეუღლით მხოლოდ დიპლომში ჩაწერილი სხვა პროფესიით მოხდი სხვა სამუშაო ადგილ, როგორც ხდება დღეს და არავის არც ერთ ქალს არ უნდა კონდეს შიში, რომ რაღაც უწერია დიპლომში და ეს განსაზღვრავს მის კარიერას და სამუშაოს და დიახ, პროფესიულ იდენტობას, იმიტომ რომ
ისე როგორც არასდროს მე მგონი დღეს ჩვენ ქვეყანაში ძალიან გაადვილდა თუ კი მოინდომებ შეიძინო ახალი პროფესია. საკმაოდ ბევრი ციფრული პროფესია წამოვიდა წინ, რომელსაც მონდომების, სურვილის, აქტიურობის შემთხვევაში საკმაოდ მოკლე ვადებში შეგიძლია დაეუფლო. ეს გრძელვადიანი პროცესია, შემდგომ უკვე რამდენად დახელოვნდები და პროფესიონალი გახდები, თუმცა მალევე შეიძლება რაღაც საფუძვლებს, ესე ვთქვათ, შეეხო. ვერა, ძალიან ბევრ თემას შევეხეთ. ახლა თითოეული იმსახურებს უფრო ღრმად გაშლას ნამდვილად. იგივე ახალ ქალაქში ადაპტაცია ძალიან ბევრ შიშთან არის დაკავშირებული. სრულიად უცხო ხარ, ბავშვით ხელში. მოგვიყევი ეს შფოთი შიში როგორ გადალახეთ? თქვენ აღნიშნეთ, რომ მე ადამიანს ვესალმებოდი. ეს იქ ეს კომუნიკაციის უნარები დაგეხმარეთ. კიდევ რა უნარები დაგეხმარეთ იმას, რომ ადაპტირებულიყო? იყო ჩემი დღევანდელი პროფესიის განსაზღვრელი, ესე დამინახა ხალხმა, ვინც ვიპოვე და ვისთანაც დავიწყე ჩემი პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ ზოგადად შეუძლებელია და ადამიანებს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო და ჩემი აზრით ყველამ უნდა იმუშაოს, მიუხედავად იმისა, რამდენად ადვილად კომუნიცირებს ადამიანებთან მის დახვეწაზე. დღევანდელი როგორი AI სისტემებიც არ უნდა მოვიგონოთ და მოიგონონ და ჩაეშვას ეს გვიადვილებს ცხოვრებას, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურ კომუნიკაციას და ემოციებს ნაკლებად ცვლის ხოლმე. ეს იყო ჩემი მთავარი მახასიათებელი და ვფიქრობ, რომ დღემდე ძალიან დიდ ბედნიერებას მაინჭებს ადამიანებთან ურთიერთობა. მით უმეტეს დღეს, როდესაც წარმოვადგენ კომპანიას, ბრენდს, ვქმნი, უზრუნველყოფ მის, ესე ვთქვათ, PR კამპანიებს და ენას, პოზიციონირებას, ნდობას, რომელიც მთავარი ვალუტაა ყველანაირ ურთიერთობაში. ნამდვილად როგორც ჩემი ეთიკა. ვერა, იცი რა მაინტერესებს რა თემას შევეხოთ? ქალი ქალისთვის როგორ შეიძლება იქცეს ინსპირაციად ან პირიქით დესტრუქციად. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქალურმა სისტემამ შეიძლება კი დანერგა ეს სტერეოტიპები, თუმცა ძალიან ხშირად ქალბატონები თავად ეუბნებიან ქალბატონებს საყვედურს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ახლა რანაირი დედა ხარ, საღამოს 7 საათამდე მუშაობ და აი ასე შემდეგ. ნაკლებ კომპლიმენტს ხო ქალბატონებს? ნაკლებ კომპლიმენტს. მქონია გამოცდილება მაგასთან დაკავშირებით, როდესაც დავიწყე მუშაობა და ვთქვი, აღნიშნე რომ უცხო ქალაქში მუშაობდი, ვიყავით მე, ჩემი 5 წლის შვილი და მეუღლე მხოლოდ. ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ წარმოიდგინოთ, როდესაც არ გყავს ერთი ადამიანი მშობელი იქნება ეს მეზობელი, მეგობარი და ასე შემდეგ, ვინც შეგეხიდება უცებ გარკვეულ ნაწილში, ხო? ყოველთვის მოდიოდა ადამიანებისგან, რომ აი full time job-ზე ხარ და შენ ხა ბავშვისთვის ნაკლები დრო გრჩება, მეუღლეც ასევე სრული ესე ვთქვათ გრაფიკით მუშაობს და სად აი ბავშვს ყურადღება აკლია, მოდის ეს განცდა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემმა შვილმა დამიწერა გუშინდელ მისალოც ბარათში, რომ ისეთი ქალი მინდა ვიყო, როგორც ხარ შენ. და ამიტომ ამ სიტყვებით ზუსტად ამაზე ვფიქრობდი გუშინ, რომ ესე იგი ის ყველა გაცდენილი წუთი, რომელიც ჩემ შვილთან თირი გავატარე, სწორი გზა მიეცა იმ წუთებს და სწორი შედეგი დაადო, იმიტომ რომ რამდენადაც ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, რომ თან გადავყვეთ, შვილი იქნება მეუღლე იქნება თუ ასე შემდეგ. უპირველესად შენ განისაზღვრები მათ თვალშიც, შენი იდენტობით, ინტერესებით, ყურადღებით, ამას ვერ გასცემ, ამ სიყვარულს ვერ გასცემ, თუ შენ არ ვიყარ შენი თავი. შენ არ ისრუნებ შენ განვითარებაზე, დასაქმებული. ვერავისთვის ვერ იქნები მაგალითი თუ არ შექმენი შენ თავში პირველ რიგში საინტერესო, კი. იმიტომ რომ ყველაფერი გაცვლადია. ჩვენ ვცვლით ემოციებს, ჩვენ ვცვლით გამოცდილებას, ყოველი ტრენინგის დაწყების წინ კითხვას ვსვამენ ხოლმე, ალბათ თქვენც მუდმივ განვითარებაზე ვინცრუნობს, აი რა ასელით ამ ტრენინგიდან, რა ასელით ამ შეხვედრიდან ჩვენ ხომ მოლოდინი არ გვაქვს, რომ დღეს იქნება ეს 20 წუთიანი სტუმრობა თუ თქვათ 20 დღიანი ტრენინგი, რომ რაღაცა გრანდიოზულს ვისწავლით, მაგრამ გამოცდილებას უზიარებთ ერთმანეთს. ქალებმა ეს ყველაზე კარგად უნდა გააკეთონ. წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო, ეს გამოთქვა არსებობს და მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მე თუ შენზე ერთი ნაბიჯით წინ ვარ, მე ვალდებულიც ვარ, მოვიხედო და შენც გადაგადგმევინო ეს ნაბიჯი. ჩვენ ქალაქს აქვს ძალიან ბევრი და მიუხედავად მისი მცირე მასშტაბების
გამარჯვებისა, კარგი შესაძლებლობა არსებობს უამრავი საერთო ინტერესების კლუბები, რა ვიცი, წრეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, მაგალითად მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, არსებობს წიგნის კლუბი ჩვენს ქალაქში, სადაც ქალებმა მოვიყარეთ თავი და რატომ ვამბობ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია ვეცადოთ მოხდეთ ისეთ გარემოში, სადაც მხარს დაგვიჭერენ, საერთო ინტერესებს ვიპოვით. აი ვიღაც გეტყვის, რომ ყოჩა, დამაგარია, აი რაღაც კარგი, თქვი რაღაცა კარგს ქმნი, იცი რა მეც მაინტერესებს, რაც შენ გაინტერესებს და ამის გამოთქმა ხმამაღლა თქვა ზოგადად რატომღაც უჭერთ ადამიანებს. ვერა, მაინტერესებს როგორ უნდა მოახერხოს თანამედროვე ქალბატონმა დაიცვას ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის. იყოს კარგი კადრი, წარმატებული კადრი, პროფესიონალი, სამსახურში ყველასათვის საყვარელი და ასევე იყოს მზრუნველი, მეუღლე, კარგი დედა. საინტერესოა ეს ბალანსი როგორ უნდა დაიცვას თანამედროვე ქალბატონმა. ყველაფერი ძალიან მარტივად შემიძლია ამ კითხვაზე გიყოს. რა არის ეს მოთხოვნები რელევანტური, რომ უნდა იყოს კარგი დედა, კარგი თანამშრომელიც უნდა იყოს ლამაზიც, უნდა იყოს სასურველიც და ასე შემდეგ. ყველაფერს უფრო დიდ ხარისხში გთხოვთ ხოლმე ქალბატონს, რატომღაც და რთული არის ალბათ, ხო? თან იყოს სასურველი, თან იყოს კარგი დედა, თან ხაჭაპურში გქონდეს ხელი, თან იყოს კარგი კადრი და თან აქედან ასე იქნება სტერეოტიპები. ზუსტად ესე იქნება სტერეოტიპები და ჩვენ განსაზღვრავთ, იდეაში უნდა განსაზღვრავდეთ ამ სტერეოტიპებს, რამდენად მოუშვებთ ჩვენამდე, ხო? ჩვენ კარგი დედა შეგიძლია იყოს კარგი კადრი ყოველთვის რელევანტია. ჩემი რეცეპტი ამ თუ კი გამომდის და რა ვიცი, აი ფიქრობ ცუდად არ გამომდის თუ იდეალურად ფეირ ფიზიკურად არის პრიორიტეტების განსაზღვრა და time management-ი. დროის მენეჯმენტი. ეს ორი რაღაცა გეხმარება, რომ იქაც იყო. მე ჩემი პროფესიიდან PR სპეციალისტი გახდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიწევს უამრავი ეს ვთქვათ, სულ action-ში ვარ, სადღაც წასვლა, რაღაცის ორგანიზება, რაღაცის გაკეთება, ერთდროულად შეიძლება ერთი დღის, ორი დღის ჭრილში იყო ერთ ქალაქში, მეორე ქალაქში, მესამე ქალაქში და რაღაცა აი მოძრაობაში. თუ სწორად პრიორიტეტები არ გადავანაწილეთ და დროის მენეჯმენტით არ განსაზღვრეთ რა არის მე, როგორ ძალიან რთულია ჩვენ ზოგადად მე უფრო მეტი მოთხოვნილება ხარისხობს ხალის მიმართ კიდე შეიძლება მოკაცრებად. ესეც ძალიან მტკივნეული თემაა. მე მაგალითად აი რაც ვისაუბრეთ, აი პატარა ასაკში დედობა და მე უცხო ქალაქი განვითარება, სამსახურის პოვნა, საქმის პოვნა, მე არ დამიწყია PR სპეციალისტობით და მენეჯერი ეგრევე არ გამختار სულ სხვა პოზიციით დავიწყე და უბრალოდ მე მომეცა საშუალება და მომცეს საშუალება, რომ ჩემში ეს ნიჭი აღმომეჩინა და განმევითარებინა. ეს არის შეუძლებელი იქნებოდა თუ არა ეგ სხვა თემა, მაგრამ ძალიან რთული იქნებოდა, რომ არა მეუღლის მხარდაჭერა მაგალითად და უდიდეს როლს თამაშობს ის მეუღლე იქნება თუ რაღაცა შენ პარტნიორი. კი, ეს არის უმნიშვნელოვანესი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მე მინდა მე მინდა თქვა ეგეთი რაღაცა, აი ძალიან თვით დაჯერებით და მაბედნიერებს ეს ფაქტი მაგალითად, რომ ჩვენს ოჯახში არ არსებობს კაცის და ქალის საქმის ცნება. როცა მე არ ვარ ვიცი რომ ის ორივესას აკეთებს, როცა ის არის თავად იცის რომ მე ორივესას ვაკეთებ. ეს არის მნიშვნელოვანი, იგივე ყოფითი წვრილმანებით დაწყებულია. არ არის ქალის საქმე, მაგრამ პრობლემა იცით რაში აღზრდაშია. რატომღაც აი დავაკვირდეთ, თუნდაც დღეს ეხა ჩვენ გვიყურებენ მაყურებლები, რომელსაც შვილები ყავთ სახლში და თამაშობენ, ხო, გოგო და ბიჭი სიტყვაზე. მე ხა ერთი გოგო მყავს, ამიტომ ეს არ მომწევია, უბრალოდ ჩემი პირადი დაკვირვებით და ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური კვლევებით დასტურდება და ჩემი მოგონილი არ არის. აი ინსტინქტურად ბავშვებს, გოგონებს ვყიდულობთ ხოლმე თოჯინებს და ვეუბნებით, რომ აბა სამზარეულოში ითამაშე, ეხა მე შენ მოგიტან რაღაცა კარგ ლამაზ კაბებს, სამზარეულოს აქსესუარებს და ბიჭებს ყოველთვის მანქანას ჩუქნით ხოლმე რაღაცა ისეთ საინტერესო და რატომღაც შთავაგონებთ, რომ აი შენ უნდა იყო ყველაფრის რაღაც შენ ხრებზე იტვირთო ოჯახის რჩენა და შენ უნდა რატომღაც აი ბარბებით ითამაშო, შვილები განზარდო, საჭმელი აჭამ და ასე შენ ესე იქნება სტერეოტიპები. ეს სტერეოტიპები ოღონდ ერთ დღეში არ იქნება. ჩვენი ბავშვობიდანაც მოდის ეს ძალიან გლობალური, მრავალმხრივი და ესეთი თემა არ არის ვერ დავაწვრ
ვისწრილებთ ამ თემას. თუმცა აი მართლა ჩვენ დაუნებურად ხდება, იმიტომ რომ ჩვენზე სხვა თაობა მოახდინაზე გავლენა. ამის ცვლილებებს ალბათ თაობათა ცვლა დაჭირდება. ეს მიმდინარე პროცესია უკვე დაკვირვებით. რა თქმა უნდა და მე ვიმედოვნებ, რომ ეს ნელ-ნელა ძალიან ეს თქვა დაიხვეწება, ოღონდ ეს არის გასაკეთებელი ძალიან ეთიკურად, ძალიან სწორად, ფაქიზად, იმიტომ რომ თითოეული გაჟღერებული სიტყვა იქნება ეს ქალის ქალთან, დედის შვილთან, მამაკაცის ქალთან, პარტნიორთან თუ კოლეგის კოლეგასთან არის უმნიშვნელოვანესი ზუსტად იმიტომ რაც აღნიშნეთ, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის мотиваციის მიმცემიც და შანსების დამკარგავი, შანსებში გულისხმობ თვით დაჯერებას. ქალებს მინდა უთხრათ, რომ არ ელოდონ, ესეთი რაღაც მინდა ჩამოვაყალიბო, არ ელოდონ რომ ვიღაც მოვა. მიუხედავად ამისა, რაც ვისაუბრე, ვიღაც მოვა და ეტყვით, რომ აი ცადე რაღაცა, ცადე სხვა ჩადე დაანგრიე სტერეოტიპი, რომ რაღაც ისწავლე და აი ხა ელოდები საუკეთესო მომენტს, რომ დაიწყო თქვათ მუშაობა, აი ამით. არ დაელოდო ამ მომენტს, იპოვე რაღაც შენი სხვა, შენ უნდა გამოიყო, ანუ შენ უნდა ესე როგორც ხანდახან მიყვარს ხოლმე როცა დაღლილი ვარ ხოლმე ვხუმრობ ჩემ მეგობრებთან, რომ აი ჩემი თავიდან წარმოვიდგენ, როგორ გამოვდივარ მეთქი და როგორ ვაყენებ, ანუ მართლა ყოველს ქონია ალბათ ეგ მომენტი, ხო, როცა ძალიან გვიჭირს, არ არის საჭირო რომ იყოს ფინანსური ან ფიზიკური გაჭირვება, მენტალურ სირთულეებზე ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ, ხო? და ესე შენით თუ არ გამოიყვანე შენი თავი და ჩაკეტილობას არ უნდა მივცეთ საშუალება ბოლომდე დაგვიყუროს, იმიტომ რომ მართლა მახსოვს და მეცინება გამოვდიოდი ქუჩაში და არავის არ ვიცი. ეხლა მაშინ რომ ჩემით ვიღაცასთან არ მისულიყავი და მე თქვა გამარჯობა. მე შეიძლება დღესაც ყოფილიყავი, განაც ცუდად კი არა. არის ქალთა კატეგორია, რომელიც ირჩევს ამას და მე უდიდეს პატივს ვცემ, რომ იყოს კარგი დედა. მე ვერც შევეჯიბრები მათ, იმიტომ რომ ზოგი იბადება დედად. მაგალითად, ხო? ზოგი პროფესიით არის ბებია. აი მართლა ეს ჩემი უდიდესი პატივისცემა ამ ადამიანებს. მე ვსაუბრობ იმ ქალებზე, რომლებსაც უნდათ ადაპტირება, რომლებსაც უნდათ წარმატებული კარიერა ოჯახის გვერდით თუ ზოგადად დამოუკიდებლად და რაღაცებს ვერ ბედავენ. ვერ ბედავენ გამოჩენას, ვერ ბედავენ თქმას, რომ აი რაღაც შემიძლია, ან ეჭვიეპარებათ, თუ არ ვცადეთ და კიდევ უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ რა გვინდა. ეს არის ძალიან თითქოს მარტივი ვიცით ხო აი რა გვინდა ახლა ძალიან რთული ყველაზე რთული ამ დროს იმდენად ღრმა თუ მართლა იცი რა გინდა ჩათვალე რომ საქმეს ნახევარი თუ არა რაღაც პროცენტი გაკეთებული გაქვს მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ რომ ეგეც ალბათ ეგეც საკუთარი თავიდან მოდის ჯერ უნდა მოძებნო შენში ძალა რომ მე განსაზღვრო რა გინდა და რა გინდას რომ განსაზღვრო მე გადადგა ნაბიჯები იმისთვის რაც შენი მიზანია აი ჩემი PR სპეციალისტობაც მთლიანად მაგაზია აგებული რომ საზღვრავთ ბრენდის ისტორიას კომპანიის ისტორიას რა გვინდა მიზანი რა არის და მე ვქმნით რაღაცა აი დობას ნაბიჯებს განსაზღვრავთ მიდის ეს ყველაფერი რაღაც კონკრეტული კალაპოტით დღეს იმდენი გამოწვევაა თუნდაც ჩემს სფეროში იმდენი გამოწვევაა აი დღეში რომ დავფიქრდეთ რამდენი სიახლე ჟღერდება აი დილიდან საღამომდე რომ დავითვალოთ ცხოვრებაში სოციალურ ქსელში აი 10 20 30 მეტი თუ არა ისე რთულია შენი თავი დაანახო ხალხს აი ამ სივრცეში აი ამ არეულობაში და სიმრავლეში შენი ბრენდი დაანახო შენი კომპანია დაანახო სწორი მესიჯები გააჟღერო დაამახსოვრო ამადენ ნიუსში თავი თუ კომპანია თუ ამბავი რის თქმაც შენ გინდა ადამიანს ისე როგორც გინდა თან უბრალოდ კი არა რომ რაღაც დაგიმახსოვრო რომ რაღაც შენ კარგი პროექტი დაიწყე ან შენ კარგი კომპანია ხარ ან შენ რაღაცა ჭკვიანი და კარგი ფსიქოლოგი ხარ ან PR სპეციალისტი ხარ ან წამყვანი ხარ წამყვანებს კიდევ უფრო მეტად გაქვთ შანსი იმიტომ რომ ეკრანზე ჩანხართ და ხახს უყვარს თქვენ პირდაპირ ასოცირდებით სახეებით გცნობენ და ასე შემდეგ და ყოველთვის გვინდა სწორი გზავნილები გავაგზავნოთ და აი თქვენ ხართ პატარა ელჩები მართლა ამ ამბავში რომ საშუალება მისცეთ სწორ ადამიანებს სწორ ადგილზე გააჟღერონ სამოტივაციო
თუნდაც ფრაზები. ერთი ადამიანი მაინც გაითვალისწინებს, არ არსებობს, ყველა სიტყვას ყავს მისი სამიზნე აუდიტორია და იმ სამიზნე აუდიტორიაში ამ გასროლი დადებით სიტყვას აუცილებლად ეყოლება გამომყენებელი სწორად. ჩვენი მიზანით ალბათ ვფიქრობ ეგ არის, რომ რაღაცნაირად ერთმანეთის მხარდაჭერას სწორი აქცენტების გაკეთება და ქალები მით უმეტეს, აი ქალთა ერთობას მართლა ისტორიულად ცნობილია, რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე. ჟვამარტის კონცეფცია და ისტორია სწორედ ამაზე დგას ქალთა ერთიანობა. უღმესი მადლობა. მადლობა თქვენ, რომ მომეწონთ აბულაძე იყო ჩვენი საუბრა ესეთ მნიშვნელოვან თემებზე. ყველას საინტერესო იყო. მადლობა უღმეს. მადლობა, გაიხარით. ძალიან ნიშანდობლივ საკითხზე ვსაუბრობთ და დღეს ჩვენ გვინდა რომ ბევრ სტერეოტიპს შევეხოთ, ეს სტერეოტიპები დავემსხვროთ, უშვილობა იქნება გადაცემის დასკვნითი ნაწილის თემა და ხშირად ტრადიციულ საზოგადოებაში დამნაშავედ მხოლოდ ქალს მიიჩნევენ და მე ახლა მინდა გაგიზიაროთ თქვენ სტატისტიკა, რომელსაც წყალი არ გაუვა და მნიშვნელოვანია რომ ცნობიერება ამ კუთხით. ავამაგოთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით უშვილობის შემთხვევაში მიზეზები პროცენტულად ასე ნაწილდება. 30-40% პრობლემა ქალის რეპროდუქციულ სისტემაშია და ასევე 30-40% პრობლემა კაცის რეპროდუქციულ სისტემაში. აბსოლუტურად თანაბარია. სამი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, უშვილობა ორივე პარტნიორის საერთო გამოწვევაა და არა მხოლოდ ქალის, სამედიცინო გამოკვლევა ორივე მხარემ უნდა ჩაიტაროს, რადგან მკურნალობის სტრატეგია ამის მიხედვით განისაზღვრება და მნიშვნელოვანია, რომ ორივე მიმართოს ერთობლივად ექიმს და სტიგმის შემცირება, ცნობიერების ამაღლება. ეს განსაკუთრებულად ყურადსაღებია, რათა ქალებმა და კაცებმა თანაბრად აიღონ პასუხისმგებლობა და ერთობლივი გამოსავალი. ეძებონ ჩვენ ახლა სტუმარი გვერდება თბილისიდან, თამთაცაავა რეპროდუქტოლოგი, რომელიც ვრცლად ისაუბრებს მონაცემებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გავუზიარეთ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით, ქალბატონო თამთა. ყურადსაღები საკითხია, გილოცავთ 8 მარტს, დღეს 10 მარტია, თუმცა ჩვენ გვინდა რომ მთელი მარტის განმავლობაში ვისაუბროთ ქალბატონებს და იმ გამოწვევებზე, რომელთაც ისინი აწყდებიან. უშვილობა ნამდვილად არის დიდი გამოწვევა. და ვისაუბროთ იმ სტერეოტიპებზე, ზუსტად იმ სტერეოტიპებზე, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, რატომ ეკისრება ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალს, როცა ფაქტობრივად ამ შემთხვევაში ორივეზე მამაკაცის და ქალბატონზეც უნდა გადანაწილდეს ის. მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ გასულ დღესასწაულებს, ყველა ქალბატონს, ყველა ადამიანს უსურვებ ბედნიერებას და სიხარულს. ჩემთვის უკვე სასიამოვნოდ სტერეოტიპი, რაც აქამდე ბევრად მეტად იყო გავრცელებული, დღეს უკვე ისეთი სიმძაფრით აღარ არის. მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით თუ იყო ძირითადად მხოლოდ ცოლის, ქალის მხრიდან, ეხლა ყოველთვის კონსულტაციაზე უმეტეს შემთხვევაში არ გულისხმობ მცირედ პროცენტს, წყვილები მოდიან ერთად. უკვე ყველას გააზრებული აქვს, რომ ეს არის წყვილის პრობლემა და არა მხოლოდ ქალბატონის პრობლემა. მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემები გქონდათ თქვენ უკვე მოყვანილი ეთერში, რომ ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა თითქმის თანაბარი გახდა, მაგრამ ამავდროულად ამას ემატება პლუს ორივეს ერთდროული ფაქტორი, ანუ ქალი 40%, მამაკაცი 40% და წყვილის ერთად 20%. როგორც ქალთან, ასევე მამაკაცთან აბსოლუტურად თანაბარ უფლებოვნად გვჭირდება კვლევების ჩატარება, რადგანაც შეიძლება იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ერთდროული მიზეზები თანდართული. რაც შეეხება დაგეგმვას, გარდა სამედიცინო კუთხით, რა კლინიკო, ლაბორატორიული, ან ინსტრუმენტული კვლევები გვჭირდება, ეს არის არა მხოლოდ ესეთი სამედიცინო, არამედ სოციალური და ფსიქოემოციური პრობლემაც. წყვილი, როდესაც ამ გზას გადის, არა მხოლოდ მედიკამენტის ერთიავი ორჯერ დღეში მიღებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ წყვილის ერთობლიობას და ერთმანეთის მხარდაჭერას არის, იმიტომ რომ ეს არ არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადება, ეს არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში პრობლემა, ეს არის
სოციალური, ფსიქოემოციური პრობლემა არის და როგორც ცოლს, ასევე მეუღლეს, ქმარს, ორივეს ერთმანეთის თანადგომა ჭირდებათ, რომ ის დიაგნოზი გაიარონ და ეს მკურნალობა გაიარონ, არა მხოლოდ მედიკამენტებით, არამედ ემოციურად, იმიტომ რომ თითოეული წყვილის უკან პლუს დგას ოჯახი. ოჯახი, ვინც არის შვილის მოლოდინში და არა მარტო ქართულ რეალობაში უცხოელ პაციენტებთანაც ხო გარდა იმისა რომ აი თქვა თვითონ კონკრეტულად სოლქმარი გადის ამ პრობლემას მათ უკან ოჯახები დგას და გარკვეულწილად ეს წყვილისთვის წნეხია. იმიტომ რომ პირველი აი შეხვედრისთანავე ახალ დაქორწინებულ წყვილს კითხვა არის რა არის ახალი და რა არის ახალის უკან ყოველთვის მოიაზრება ორსულობა და აი ეს გარემოს ჩარევაც ეს სოციუმის ჩარევაც წყვილისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან დამძაფრულია. რაღაც მომენტ შეიძლება იყოს ხელშემწყობი თუ კი საზოგადოებაში არის ჯანსაღი წარმოდგენები და იყოს დესტრუქციული თუ კი წარმოდგენები არის დოგმატური. ქაბატონო თან თავისებად უნდა გკითხოთ აი თქვენი დაკვირვებით არის თუ არა პროგრესი ამ მიმართულებით ცნობიერება არის თუ არა მეტად ამაღლებული წყვილში ორივე მხარე თუ გრძნობს თანაბარ პასუხისმგებლობას გაგვიზიარეთ. კი, ძალიან დიდი პროგრესია ესე ვიტყოდი. პირველი ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ როდესაც წყვილი მოდის, ხშირ შემთხვევაში პაციენტები კამერა ამოაბრუნეთ გთხოვთ ქაბატონო. ისევ იმ პოზიციაში დავაბრუნოთ, როგორც იყო თავიდან. დიახ. დიახ. წყვილი ძალიან ხშირ შემთხვევაში მოდის უკვე ინფორმირებული. დიახ. უკვე ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, უცხოენოვანი სტატიების წაკითხვის შესაძლებლობა, ბევრ შესაძლებლობას იძლევა და გარკვეულწილად წყვილი, როდესაც მოდის, თვითონაც აქვს უკვე მოძიებული ინფორმაცია, რომ ეს არ არის მხოლოდ ცოლის ან ქმრის პრობლემა, წყვილის პრობლემა არის და რა შესაძლო დაავადებები შეიძლება იყოს ან ხელშემშლელი ფაქტორი იყოს, წყვილიც თვითონ მომზადებული არის მოსული კონსულტაციაზე. პლუს თვითონ ჩართულობა ორივესი, ანუ მარტო ის არა, ექიმი რასაც იტყვის ესე არის, ანუ იგივე რომ კითხვას ვამს, მეტად ცდილობს კონკრეტულ დაავადებაზე უფრო მეტად გაირკვეს, რასთან შეიძლება კავშირში იყოს, რა გართულებები მოყვეს, ან გამოსავალი შედეგის კუთხით რამდენ პროცენტში როგორ არის, თვითონაც მოძიებული აქვს და პლუს ექიმისგან იღებენ ეს სრულ ინფორმაციას და ეს ძალიან გვეხმარება, იმიტომ რომ ადამიანს რაც უფრო უკეთესად ისმის კონკრეტულ დაავადებაზე, აი ვთქვათ, გამოსავალზე, შედეგებზე, მკურნალობის გზებზე, უფრო მარტივიც არის როგორც ურთიერთობა, ასევე შედეგის მხრივ გამოსავალიც. ქაბატონო თამთა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხოთ, სელექციური აბორტები დიდ გამოწვევად რჩება საქართველოში, ეს 90-იანი წლებიდან განსაკუთრებულად დაიწყო და ახლა პროგრესია უკეთესობისკენ ამ კუთხითაც არის, თუმცა მაინც რჩება გამოწვევად, იმიტომ რომ დაბადებულ ბიჭთა რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე გოგონათა, რაც გვაიჭვებს და გვაფიქრებინებს იმას, რომ სელექციური აბორტები დღემდე კეთდება თქვენი მიმართულებით, რომ ვისაუბროთ, როგორც რეპროდუქტოლოგს მსურს გკითხოთ, ხელოვნური განაყოფიერება. ამ შემთხვევაში, როგორც ვიცით, X-case-ის განსაზღვრაც შეუძლია წყვილს, ხომ, კონკრეტული ანალიზით. არის თუ არა მოთხოვნა, რომ ეს ბავშვი იყოს ბიჭი და არა გოგო, ანუ აი ამ გენდერულ დისბალანსთან და სტერეოტიპთან, ამ წარმოდგენასთან თუ გვაქვს ისევ ამ პრობლემასთან თუ გვაქვს ისევ საქმე. პირველ რიგში ანუ აბორტებთან შეხება არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, დიახ, არ ვაკეთებ უბრალოდ როგორც ესე ვთქვათ, მენტალურად არ ვეთანხმები ასევე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს რაღაცის არჩევანის უფლება არ არის და ალბათ ამ შემთხვევაში სასურველი უფრო იქნებოდა, რომ არა სელექტიური აბორტის წინააღმდეგ მოხდეს ბრძოლა, არამედ თავდაცვა, ესე ვთქვათ, თავდაცვის ზოგადად აბორტებზე და თავდაცვის მეთოდებზე გავამახვილოთ განათლება და ასე შემდეგ, ვიდრე მე უკვე აბორტზე ვილაპარაკოთ, ეს ერთი. ჩემ და საბედნიეროდ და ყველა ექიმების საბედნიეროდ დღეს სქესთან მიმართებაში ძალიან ნაკლებად არის მოთხოვნა, რომ აი ვთქვათ, გოგო ან ბიჭი მინდა აი ძალიან იშვიათი პროცენტია ამის გამო რეპროდუქტოლოგს მიმართოს.
ინვიტრო შემთხვევაში სქესაც უბრალოდ იმიტომ არის სქესის სელექციის გამო კი არ არის მითითებული ემბრიონის გენეტიკურ ანალიზში. თან ესეც ემბრიონის გენეტიკური ანალიზი არ კეთდება რუტინულად ყველა შემთხვევაში. ანუ იქ სელექცია ხდება სამედიცინო ისტორიის მიხედვით, რომელ პაციენტს ესაჭიროება ემბრიონის გენეტიკური ანალიზი, რომელს არ ესაჭიროება და თუ ესაჭიროება და კეთდება სქესი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო არის მითითებული, რომ არსებობს სქესთან შეჭიდული დაავადებები. აი ვთქვათ, ყველა გოგო შეიძლება ფატალურად დამთავრდეს, თუ გოგოს შემთხვევაში მოხდება ემბრიონის გადატანა, ან ყველა ბიჭის შემთხვევაში და არა უბრალოდ გვიხარი ან წინასწარ ვიცით, ან რაიმე უბრალოდ სქესთან შეჭიდული დაავადების გამო მოყვება ესე ვთქვათ ეს სქესი. თუმცა, არ ვიცი, არა მარტო ჩემს პრაქტიკაში, ალბათ ვიღაცას გულში გაუხარდება, თუ გოგო ეყოლება ან შვილი ეყოლება, მაგრამ იმის გამო რომ ან გოგო ან ბიჭი მე დამდგარი ორსულობა შეწყვეტა, მსგავსი პრაქტიკა არც მე არ მქონია და ალბათ არც ერთ რეპროდუქტიულს არ მქონია. პირიქით შეიძლება მოტივიც იყოს, რომ ერთ ბავშვი არ გაჩერდნენ, მეორე შვილი ყავდეთ და მესამე შვილი ყავდეთ და ადრე თუ ინვიტროს ვაკეთებდით მხოლოდ პირველ შვილზე, როცა საერთოდ შვილი არ ყავდა, ეხლა მეორადი უშვილობის დროს გაიზარდა მომართვიანობა, ანუ ერთი შვილი ყავთ, გავიდა წლები, ვეღარ დგება ორსულობა და მეორე შვილის გამო აკეთებენ ინვიტრო განაყოფიერებას, რაც ძალიან სასიხარია. ხალბატონო თამთე თქვენ მრავალშვილიანობა ახსენეთ, საინტერესო არის კიდევ ერთი ახალი ტენდენცია და საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლე მაგალითისთვის წინ დახედული ადამიანები, რომლებიც თუნდაც არ იმყოფებიან ქორწინებაში, ისინი ასე ვთქვათ წინასწარ იზღვევენ თავს და როგორც კვერცხუჯრედის შენახვაზე საუბარი, ასევე სპერმის შენახვაზე. ამ შემთხვევაში რა გარკვეულ რისკებთან არის ეს დაკავშირებული და რამდენად ისეთი მოცემულობა, სადაც შეიძლება ზედმეტი კითხვის ნიშნები არსებობდეს და რამდენად ეთანხმებით თქვენ აი ამ კონკრეტულ პროცესს, რა მოცემულობა არის მაყურებლისთვის რომ განვარტოთ. ჩვენთვის როგორც რეპროდუქტოლოგისთვის ძალიან სწორი მოცემულობა. რატო? პირველ რიგში არა მხოლოდ სოციალური სიტუაციის გამო, რომ ყველა საბოლოო ჯამში მინდა რომ ჩვენი შთამომავლობა, ესე ვთქვათ, უზრუნველყოფილი დავტოვოთ. ეს რამდენად სწორია, არ ვიცი, ალბათ თვითონ თავის ადამიანმაც უნდა რაღაც ასაკის მერე თვითონაც უნდა შეიქმნას თავისი მომავალი და მხოლოდ მშობლებიდან არ უნდა გადადიოდეს რაღაცეები, მაგრამ პლუს მინუს მაინც ამაში ვართ დღესაც და მეც რა თქმა უნდა ჩემს შულს მინდა რომ რაღაცები გამომარტივო და დავუტოვო, ისე ვთქვათ, რაღაცეები. და ამის გამო გადავადდა დაურსულება, შვილად ყოფნა. თუმცა მეორეს მხრივ მხოლოდ ამის გამო არა. მომართვიანობა ჩვეულებრივ საკონტროლო ანალიზებზე გაიზარდა სამედიცინო განათლება ამ კუთხით და თუ ქალბატონები ხედავენ რომ საკვერცხის რეზერვის შემცირება იწყება და ამ ეტაპზე არ არის ქორწინებაში არ აქვს შვილოსნობა გადაწყვეტილი, შემდგომში რომ არ გახდეს პრობლემა და უნაყოფობის პრობლემა არ შეიქმნას, ინახავენ წინასწარ გენეტიკურ მასალას. ან კიდევ მესამე შემთხვევა, როდესაც ხდება გარკვეული ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება, როგორც ქალებთან, ასევე მამაკაცებთან. იგივე სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური პათოლოგიები, მამაკაცთან ონკოლოგიური პათოლოგიები, რომ არ დაიკარგოს მათი გენეტიკური მასალით შვილად ყოფნის შანსი, ხდება წინასწარ გამოყენება. გაყიდვა უпростоრად თუ შემდგომში არ გახდა საჭირო ამ ბიოლოგიური მასალის გამოყენება როგორც სპერმის ასევე კვერცხუჯრედის ამ შემთხვევაში არის ესე ვთქვათ მოწინააღმდეგები ჩვენც ვართ ემბრიონების განადგურებას, ეს არ არის ემბრიონი, ეს არის ცალ-ცალკე გამეტები და ეს უკვე შექმნილი ემბრიონი და ნაყოფი არ არის, რაც არის გაყინული კვერცხუჯრედის ან სპერმის სახით. აი, ჩაგეკითხებით აქ საინტერესო იქნება მაგალითად გენეტიკური მოცემულობის შემთხვევაში რაიმე ესეთი დისკომფორტის თავიდან აცილება თუ შეიძლება, რომელიც მომდინარეობს ვთქვათ გენეტიკურად ხდება, ამის ესე ვთქვათ ის ხდება თუ ვიცით რომ კონკრეტულ მამაკაცს ან კონკრეტულ ქალს აქვს რაიმე გენეტიკური დაავადება. თავიდან აცილება თუ ხდება ამ შემთხვევაში? შეიძლება, აი ხა დღესაც ყავდა წყვილი, რომელსაც 8 წლის შვილი ყავდათ გარდაცვლილი ერთ-ერთი დაავადების გამო და ეხლა ინვიტრო გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს დაავადება გამოვიკვლიოთ ემბრიონში.
ანუ წინასწარ ხდება როგორც ცოლის, ასევე ქმრის გამოკვლევა, ვადგენთ რომელი გენეტიკური დაავადების მტარებლობა აქვს და შემდგომ უკვე შექმნილი ემბრიონის გამოკვლევა ხდება ამ კონკრეტულ გენეტიკურ დაავადებაზე. თუ ეს დაავადება არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ანუ აზრი არ აქვს ესეთი ემბრიონის გადატანას და თუ სიცოცხლესთან შეთავსებადი არის, მაშინ წყვილმა უნდა იცოდეს რა შესაძლო დაავადებებთან და სასიცოცხლო გართულებებთან რა ასაკში შეიძლება იყოს კავშირში და შემდგომ ხდება უკვე გადაწყვეტილების მიღება ამ ტიპის მტარებელი ემბრიონის გადატანისა. ქალბატონო თამთა ბოლო შეკითხვას დაგიცნობთ, დარწმუნებული ვარ მაყურებელს აინტერესებს, როდის დგება კონკრეტულად უშვილობის დიაგნოზი ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში და რა პერიოდში უნდა მიმართონ წყვილებმა ექიმს? სტანდარტულად თუ გავთვლით, ეს არის 1 წლიანი რეგულარული თანაცხოვრების შემდგომ. მაგრამ აქაც ალბათ გასათვალისწინებელია ქალის ასაკიც და მამაკაცის ასაკი პლუს სამედიცინო ისტორია. თუ ასაკობრივი, მაღალ ასაკობრივი ჯგუფი არის, იქ უკვე 5-6 თვეში ხდება მომართვიანობა და სამედიცინო კუთხეს რაც შეეხება, თუ ვიცით, რომ ქალს წარსულში ჰქონდა პრობლემები, ან მამაკაცს წარსულში ჰქონდა პრობლემები, ამ შემთხვევაშიც 1 წელს არ ველოდებით და დაახლოებით ალბათ სქესობრივი კავშირი და 5-6 თვეში ხდება მომართვიანობა. დიდი მადლობა. ქალბატონ თამთა, კიდევ ერთ კითხვასაც დაგისვამთ, მოდით. მნიშვნელოვანია ის, რომ გავითვალისწინოთ თანამედროვე საზოგადოების რაღაცა ახალი წესები, ხომ? ჩვენ ახლა სტუმრად ყავდა ქალბატონები, რომელთა ობიექტივი და ინტერესის სფერო არის პროფესია, პროფესიულად ვითარდებიან, ხშირად ხდება, როცა წყვილდება და დაუჯახდებიან, რამდენიმე წლით გადადებენ შვილის ყოლას, ხო? ეს რაღაცა დაგეგმვით ხდება ხშირ შემთხვევაში, ხა თანამედროვე საზოგადოებაში. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ქალის სხეული, რაც უფრო ასაკში შედის, ან თუნდაც 30 წელს გადაცდება, უკვე ფეხბურთობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, როგორ გავუფრთხილდეთ სხეულს, როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი, ან იგივე ცხოვრების წესი, იმისთვის, რომ თუ კი გეგმავთ ცოტა მოგვიანებით შვილის ყოლას, ჩვენი ორგანიზმი იყოს ამისთვის მზად. პირველ რიგში ალბათ არც როგორც ყველა არა მხოლოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით, არამედ ნებისმიერი სხვა დაავადების კუთხით, ყველაზე სასურველი არის სკრინინგული გამოკვლევები, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ვიცოდეთ რა რისკები შეიძლება გქონდეს, როგორც ენდოკრინული, ასევე გასტროკუჭნაწლავის მხრივ, ასევე გულსისხლთა მხრივ და კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში მოხდება უკვე იმ მიმართულებით პროფილაქტიკური ესე ვთქვათ манипуляციების თუ ღონისძიებების ჩატარება. აი მაგალითად თუ გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, მაშინ ფარისებრი ჯირკვალს სხვა კონტროლი ჭირდება, სხვა რაციონი ჭირდება. თუ არის ჭარბიწონის პრობლემა, რა თქმა უნდა, სტრესი, კოფეინი, ნიკოტინი, ალკოჰოლიც ალბათ ხო? ალკოჰოლის მიღება, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ფიზიკური დატვირთვა, იმიტომ რომ მაინც დღესდღეობით კი აქაც ძალიან გაიზარდა ცნობიერება, რაც კავშირში არის ფიზიკურ აქტივობასთან, ვარჯიშთან, მაგრამ ასე თუ ისე მაინც სამსახურიდან გამომდინარე გვაქვს ჯდომითი რეჟიმი, ანუ ამ მიმართულებით ყველა ის ჩატარებული ღონისძიება რა თქმა უნდა კარგია და სასურველია და აუცილებელი არის, მაგრამ პლუს შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული თითოეული ადამიანისთვის საჭირო ღონისძიება, ანუ თქვა, ვისაც ცოტა ჭარბიწონა აქვს, ვისაც ზართა და ინდივიდუალურად, კი მაინც ზოგადი წესები, რაც ჯანსაღთხოვების წესი ეხება, ყველასთვის სწორია და კარგი არის, მაგრამ იმას უნდა დავამატოთ კონკრეტული ადამიანის, როგორც სამედიცინო, ასევე ოჯახური, გენეტიკური ისტორია, ანუ ფაქტორები უნდა დავამატოთ აუცილებლად. უღრმესი მადლობა, ქალბატონ თამთა, ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალთა დღეს და მადლობა თქვენი საქმიანობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეს აკეთებთ, გემშვიდობებით. დიდი მადლობა თქვენ და წარმატებებით. თამთა ცავა იყო დიდი შესვენების სტუმარი, დრო არის ჩვენს მაყურებელს. მადლობა ჩვენს მაყურებელსაც ჩვენთან ერთად ყოფნისთვის და მადლობა თქვენ კოლეგებო ასევე. მადლობა. მადლობა სამყაროს რომ კიდევ ერთი ახალი გეგმით. ბედნიერ დღეს ისე. ვალამდე დრო. ნახვამდის.